მოგესალმებით, ჩვენ დაგვინახეთ და კარგია, იმიტომ რომ ქალების პოდკასტი დაიწყო და მე მინდა რომ მადლობებით დავიწყო. ლოცვებით ხო ვამთავრებ ხოლმე და მადლობებით ვიწყოთ ეგეთი ტრადიცია დავნერგეთ. სივრცე საიდანაც გერთვებით გახლავთ სივრცე 13 და დიდი მადლობა ამ ადამიანებს ამ შესაძლებლობისთვის, რომ ქალების პოდკასტს ძალიან დიდი დახმარება აღმოუჩინეს და ასევე მეგობრობის ხელი გამოგვიწოდეს. და ასევე იცით რომ სპონსორი გამოგვიჩნდა და რამოდენიმე ეპიზოდს წარმოგიდგენთ ბიბლუსის ჯგუფი და ბიბლუს ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ამ საქმეში წვლილი შეაქვს. ერთი სიტყვით კარგი დღე იქნება დღეს როგორც ყოველთვის მე საერთოდ ამბიციებთან არ მაქვს პრობლემა. როგორც ყოველთვის კარგი იქნება ეს ეპიზოდი, ძალიან დარწმუნებული რო ხარ. და ხატიას რა თქმა უნდა მიცემ საშუალებას რომ ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმარი წარადგინოს. გამარჯობა დაო. საღამოშტობის ჩემო ძვირფასო დაო. საქმე იმაში არის რომ ამბიცია ვიტყოდი არაფერ შუაში არ არის, იმიტომ რომ შენ ჩვენი სტუმრისგან უკვე გრძნობ ხარ უკვე რაღაცა პერიოდი ამ აურაში და გრძნობ როგორი გაწონასწორებული ენერგია აქვს, როგორი დაბალანსებული, როგორი მშვიდი მე გადმომედო ხო ხედავ. ხო და ამის გარდა კიდე ძალიან საინტერესო ადამიანი და ძალიან საინტერესო თემებზე ილაპარაკებს. აი ახალი ხედვები ხო გაინტერესებს ხოლმე, ახალი გადმოსახედები. ნუ შეიძლება ჩვენთვის ახალი, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ არ შევხები ვართ ამას, თორე ისე თავისთავად დიდი ისტორია აქვს ამ ყველაფერს და საკმაოდ მყარი, ძლიერი და აკადემიური ფესვები. მაგრამ ამ ყველაფერს გავიგებთ მას შემდეგ, რაც თიკას გავიცნობთ ახლოს. თიკა ანდღულაძე არის ქალების პოდკასტის სტუმარი. თიკას დიდი მადლობა, სივრცე 13-ს დიდი მადლობა და თიკას დიდი მადლობა, რომ სივრცე 13-ში მოვხდით მაგისტრისაც. დღეს ეპიზოდს რეგალიაც თქვათ მე მომწონს ბიოგრაფიის კონსულტანტი. მოწონს. ხოდაშორის მე პირველად გავიგე ეგ ეს რა ქვია რეგალია ხო რა წოდება და ძალიან საინტერესო არის მაგაზეც ვილაპარაკებთ როგორ ხდება ბიოგრაფიის კონსულტირება. ხო და მე იმის თქვა მინდა უბრალოდ რომ თიკას ბიოგრაფიაშიც არის ძალიან ბევრი საინტერესო რამები და მათ შორის ერთ-ერთი ძალიან თვალსაჩინო გარდამტეხი მომენტი არის რომ ძალიან აქტიური პროფესიიდან წავიდა პროფესიაში რომელიც ძალიან დიდ სიღრმეებში მიდის ხო ანუ ჟურნალისტიკიდან ფაქტიურად ადამიანის და სამყაროს კვლევაში. დღეს ანთროპოსოფოსიც შეიძლება გეწოდოს მე რომ ბიოგრაფიის კვლევა ხარ. ანთროპოსოფიის საფუძვლებზეა ბიოგრაფიის კონსულტირება და ამ სფეროში ვარ კი ბატონო. მე დაგიმახსოვრე როგორც შტაინერის მიმდევარი და მოსწავლე. ესე ჩამინიშნე ხო ტელეფონში. ტელეფონში შტაინერის მიმდევარი. არა, ესე წერია თიკა შტაინერი. თიკა შტაინერი. ხო და ყველა არ თქვა სოფამ რომ საინტერესო ეპიზოდი იქნება, ანუ ეს პირობითად საინტერესო ეპიზოდი იქნება, არ არის. მართლა დიდი ინტერესით ვარ, პირადად მე განწყობილი და ეჭვი არ მეპარება რომ ძალიან საინტერესო იქნება. დავიწყოთ შენი პერსონით. სოფომ კი ამცნო ხალხს ძალიან ახალი საინტერესო ტერმინი ბიოგრაფიის კონსულტანტი, მაგრამ ეგეც გითხარი რა არის, როგორ მოხვედი აქამდე შტაინერსად გადაეკვეთე, აი ამ რამდენიმე კითხვით დავიწყოთ, ამით მოვთელოთ და ნუ თან ისიც მნიშვნელოვანი არის, რომ შენ გითხრა ვინ ხარ, შენ რისი თქმა გინდა შენ თავზე. ჩემთვისაც დიდი გამოწვევა არის ამ თემების გახსნა საჯაროდ და საზოგადოების წინაშე. მე გულისხმობ მაყურებლებს, თორემ რა თქმა უნდა ტრენინგებზე, ჩემთან პირისპირ ძალიან ბევრი ადამიანი მოდის და ამ თემებზე დიდი სიხარულით ვსაუბრობ მათთან. ჟურნალისტიკა ახსენე, ალბათ ვიღაცებს თუ ვეცნობი უფრო ძველი პროფესიიდან, რომელიც ჩემთვის დღეს უკვე არის საამაყო წარსული, საიდანაც ვიტოვებ მხოლოდ უნარებს, იმისთვის რომ ახალ პროფესიაში ის უნარები გამოვიყენო და რა არის უნარი, რომელიც ყველაზე ძალიან გამომადგება, ის რომ დღეს შემიძლია კამერასთან დავჯდე და ამ თემებზე ვისაუბრო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია 21 საუკუნეში ადამიანებამდე მიიტანო სათქმელი და ფიქრობ რომ თუ სანთებ უნდა დადგა სარკმელთან რო სხვებთანაც მივიდეს და მე იმათ კიდე და ისე როგორც ჩემთან მოიტანეს ეს სანთელი ჩემო პედაგოგებმა ვალია სამბიანმა გოშა გორგოშაძემ თიკა ხოშტარიამ ფილიპ იაკობსენმა და ასე შემდეგ ხო ეხლა მე მინდა რომ სხვებს მივაწოდო და მინდა სანამ ჩემ თავს გაგაცნობთ მადლობა გითხრათ ასევე თქვენს და რატომ 5 წელია ეს ინტერვიუს ფორმატში არ სადავ ჯდარ ვარ და
ალბათ მეხუთედ ცხოვრებაში, როცა არ ვსვამ კითხვებს, არამედ უნდა ვუპასუხო და ესეც გამოწვევაა და ამ ხელა პაუზასაც ახსნე ერთი ფაქტორით, რომ გარდა იმისა, რომ ამ თემისთვის მზაობა მინდოდა მქონოდა, იმიტომ რომ დიდი პასუხისგებლობა რაღაცებზე ისაუბროთ, ან ესეთ საკრალურ თემებზე და უნდა იყო მზად, ამას კი წლები ჭირდება, დაკვირვება და მერე გადადგმა ნაბიჯის. ამას გარდა იყო კიდე ერთი ფაქტორი, რომ მე ვაკვირდები, როდესაც ინტერვიუერი, ანუ კითხვის დამსმელი უბრალოდ არის მხოლოდ კითხვის დამსმელი თუ კარგი მსმენელი, იმიტომ რომ მოსმენა ეს არის, რასაც ვერ ისწავლი, კითხვის დასმას ისწავლი, ChatGPT დაგიწერს მინიმუმ დღევანდელ საუკუნეში და დასვა. გაკვირდებოდით თქვენ ისე როგორც სხვა პოდკასტებს და თქვი რომ აი არა ამათთან, იმიტომ რომ თქვენ მართლა ანუ გაინტერესებთ თითოეულ სტუმართან ის რაზე საუბრობს და ამას ვგრძნობ იმით, როგორია ხოლმე შემდეგი კითხვა, როგორ ხართ ჩართული და თუნდაც მე როგორ იკრება თემა და მე მგონი პირველ შეხმიანებაზეც ეგ გავყნიშნე რომ მე წაგინდა და ხა ესე გაყურს როდის გავაწყვეტინო რომ მინდა გითხრა რომ პირიქით მაგ ექსკლუზიურობისთვის შენ მადლობა რომ არჩევანი გააკეთე ქალების პოდკასტზე სადაც ყველაზე კომფორტულად იგზნობდი თავს შენი შეგრძნებით და იმ გულწრფელობით გააზიარებდი იმ ცოდნას რომელიც ესე გეძვირფასება რა მაგისთვის შენ დიდი მადლობა მოვეფეროთ ცოტა ერთმანეთს ეხლა ვინ ვარ მე ესეთი დიდი და გამოწვევი კითხვა როგორც ადამიანები ერთმანეთს როცა ყოველდღურად ვეკითხებით როგორ ხარ ეს არის მოვალეობისთვის დასმული კითხვა თუ მართლა როგორ ხარ ეგ მაინტერესებს მე და ვინ ხარ შენ კიდე უსასრულოა ბიოგრაფიულ დონეზე ხო საერთოდ ანუ მაგრამ მოკლედ რო ვთქვა და ესე ყოფილი ჟურნალისტი, სადღაც 20 წელზე მეტი ვიმსახურე იქ, მაგრამ მერე მოხდა, როგორც ხდება ხოლმე, როცა შენი ცხოვრების გზიდან შენი სული გთხოვს, რომ გადაუხვიო, ანუ შეხვიდე უფრო მეტ სიღრმეში, აუცილებლად წინ უძღვის კრიზისი. და ძალიან დიდ კრიზისში, როგორც კარიერულ, ისე პირად და ჯანმრთელობის, ანუ ცხოვრებაში ხო სამი სფერო გვაქვს პირადი, კარიერა, ჯანმრთელობა, ხო? ქოუჩებიც ესე გვეკითხებიან, რომელ სფეროში გაქვს პრობლემა. მე მაშინ რო გეკითხა, გეტყოდი რომ ყველგან. და ამას ემატებოდა სამყაროს კრიზისიც, პანდემიაც დაიწყო. ვუი, ყველაფერი ერთად მოხდა. და ამ დროს მახსოვს ყველგან ვაკაკუნებდი, კი, ყველგან ვაკაკუნებდი სევით ხელში, მაშინ რაც მეგონა რომ ვიცოდი, რომ მივიღეთ. და ამდენი უარი იყო რაღაცა ნიშანი, რომ როცა არ გიღებენ კარს, შენ ესე იგი უბრალოდ უნდა დადუმდე. არის პერიოდი, როდესაც უნდა შეეგუო და მიიღო რეალობა და დუმილით შეხვდე, ანუ არანაირი მოლოდინით, აღარანაირი გზით, უბრალოდ იყო გაჩერებული, აბა რა მოვა თავისით. და მახსოვს ბოლო დიალოგი მქონდა დათო გოგიჩაიშვილთან და დათოს უთხარი რომ დათო მეთქი რაღაცა პროფესია სუსხვა ხო არ მოვსინჯოთ გოგონა არაფერი რო არ ვიცი თქო და დათო მითხრა რომ შენი ფიქრე და მე მაშინ ვერ გავიგე რას მეუბნებ და იფიქრე რისი უნარები გაქვს და რა არის რაც შენ შინაგანად გინდა რომ მიუძღვნა რაღაცა ცხოვრება ნუ თქვი აი მე დათო რა ფილოსოფიური კი ეს არის შენი პასუხი და გავთიშე ტელეფონით შენ პასუხს არ მაძლევ და მე აღმოვაჩინე ბიოგრაფიული სეანსები ანუ ჯერ გავიარე მე ყველაფერში ასე ვარ ცხოვრებაში რაღაც ექსპერიმენტი უნდა გავიარო მე თვითონ სანამ სხვა შევთავაზებ წყალიც რო იყოს რომ მე გითხოთ ცივია თუ არა მოვსვამ მე მოგიტანშენ და გიდასტურებ რომ ცივია კი მიირთვი უსაფრთხოა მაგ მოცემულობას ახლა შენ როგორც შენს გზას ამბობ მაგრამ მე დავაკვირდი რომ ყველა ადამიანი რომელიც დღეს მზად არის რომ რაღაც გააზიაროს აუცილებლად თვითონ დაჭირდა აუცილებლად თვითონ ეზიარა და მე მიდის იმ ეტაპზე რომ გააზიაროს ხო ეს რაღაცნაირი მოცემულობასავით არის მარტო შენი მომენტი ხო ეს სამყაროს კანონზომიერებაა და ანთროპოსოფია ზუსტად ამას საუბრობს რომ არის სულის მეცნიერებაში თავისი კანონზომიერებები რომელსაც ვერ გავექცევით და თვითონ რა არის ახლა ანთროპოსოფია ამდენს ვახსენებ ხო ამ თემას ხალხი გადაცემა და ანთროპოსოფიაზე ჯერ არ წახვიდე იმიტომ კრიზისში ძალიან დაგვაინტერესებს იქ დაძაბე კიდე. კრიზისები როდის იწყება, ხო, ძირითადად ეს იწყება 28 აპრილის სასაკის შემდეგ ხოლმე, როგორც წესი და ეხლა რატო? ამასაც ბიოგრაფიულ კანონზომიერებებში აქვს თავისი პასუხი. 28-ს რო დავასრულებთ, მე მოდის ხოლმე რაღაც გარედან ეს იქნება კრიზისის ფორმით თუ შეიძლება პირიქით ძალიან დიდი სიხარული რომელიც მიგახვედრებს რომ აქამდე სად ვიყავ მაგრამ ძირითადად მაინც რაღაცა შეჩერებით და კრიზისით ხდება ხოლმე და რატომ ჩვენ საუბრობთ რომ ადამიანის ცხოვრებაში
სამცხოვრებას გადის 30 წლიან ციკლებს 30, 60 და შემდეგ 60+. ეს რო შევადაროთ, ოღონდ ასტროლოგიასთან არ გავავლოთ ახლა პარალელი სატურნის ციკლებს და რა შუაშია სატურნი. როგორც ესე რო წარმოვიდგინოთ, აი როგორც სატურნი არის ყველაზე ბრძენი და ცივი პლანეტა, რომელსაც არ აინტერესებს შენი ეგოს თემები, შენი ემოციები და გთხოვს რომ უბრალოდ გაიარო გასავლელი გაკვეთილი, ზუსტად ასე 30 წელში რაღაც ერთი ციკლი სრულდება და 28 უახლოვდება ზუსტად ამ ციკლის დასასრულს, როდესაც ადამიანი მშვენიერად ჩამოყალიბდა ის ასრულებს ნელ-ნელა უნდა შეელიოს ამ როლურ თამაშებს, იმიტომ რომ 21-დან 28-მდე ადამიანის შინაგანათაც და გარეთაც გაჩნია ვინ როგორ ცხოვრობს, მოგზაურია, ან შიდა მოგზაურობა აქვს და ესეც გამოვცადო, ისიც ან პირდაპირ გარეთ გამოხატავს და შედის სხვადასხვა როლებში, სხვადასხვა სამეგობროებს, იჩენს პროფესიებს მოსინჯავს, პირდაპირ მნიშვნელობით ქვეყანას ტოვებს, ყველაზე ხშირად მოგზაურობს და ამის ფიზიკურ დონეზეც რესურსი აქვს და შინაგანი მოთხოვნილებაც და აი ამ დროს უკვე 28 წლის ასაკში უკან მიხედავს და ფიქრობს ეხა რაღაც უნდა შევცვალო. მე სადღაც უნდა დავფუძნდე. თუ სადმე არ ვარ დაფუძნებული, პანიკა იწყება, რომ რაღაცაში წარმატება არ მქონია, ეს პროფესია მინდა აწისულ რო იყოს. ანუ ვაიმე დასაოჯახებელი ვარ. უკვე რამდენი წლის ვარ, ვაიმე შვილი მყავს გასაჩენი, ხო არ ავჩქარდე თუ როგორ. ან პირიქით ამ კაცთან უნდა და ამ ქალთან უნდა დავჩე მთელი ცხოვრება. მე ხო ჯერ კიდე ახალგაზრდა ვარ, იქნებ გავშორდეთ ერთმანეთს და ეს საკითხები დგება ამ პროფესიული, ანუ ოჯახის შექმნის ან დანგრევის და ასე შემდეგ და იწყება მეორე, როდესაც განმსჯელი სამშვინველი ყალიბდება ადამიანში. ანუ სულიერ ცხოვრებას გავდივართ, რომ ჩამოყალიბდეს განმსჯელი. განმსჯელი სიტყვა განსჯა არ ნიშნავს განკითხვას. განსჯელი არის შემფასებელი, როდესაც ადამიანი შემოდგომის პერიოდში რო ბრძენდებით და უნდა ავიღოთ მოსავალი, ოღონდ ჯერ კიდე ყველაფერი წინ არის, ესეთი ციკლი იწყება. შემდეგი, კარმიული თვალსაზრისითაც რაღაცა ახალ კარმას ვქნით შემდეგი პერიოდისთვის და 60-დან იწყება უკვე როგორც ზამთარს რო შევადაროთ ასეთი სატურნის ციკლი, როდესაც საპენსიო ასაკში გავდივარ, მაგრამ მე უკვე ვხვდები რომ ჩემში ან ეგო გაიმარჯვებს, ანუ ან იმას შევეჭიდები, რაც წარმავალი, ანუ ფიზიკა უკვე დაშლას იწყებს და ასე შემდეგ, ხო? და დავიწყებ აი სხვა ახალგაზრდები რატო წამოიძინენ ჩემ ადგილს ხო არ იკავებენ ამაზე და არც მოპოტინებას იმ სტატუსის ოჯახი იქნება თუ სამსახური, ან პირიქით მე გავყვები ჩემი სულისხმას და სამყაროს საერთოდ ახლიდან დავინახავ. იმიტომ რომ ყველა გაიზარდა, ვინც გასაც თავის გზაზე დგან და ეხლა დადგა დრო და ევროპაში როგორც იწყება ხოლმე მოგზაურობი, შემდეგ თუ ნუ არ გვაქვს ამის ფუფუნება, მოგზაურობა არ არის მაინც და მაინც ქვეყნიდან ქვეყანაში გადასვლა, ცხოვრებაში ახალ მოგზაურობა. ამ დროს ჩდებიან შვილიშვილები, ანუ რა ხდება? სამყაროს კიდე ახალი თვალით შევხედა, ვისაც არ ყავს ეხლა შვილიშვილი, შეიძლება აღმოაჩინოს ჰობი, რომელსაც აი მოვალეობების და პასუხისგებლობების გამო 60-მდე რო ვერ ეუბნებოდა უარს, ეხლა უარს ეტყვის და რაც მას უნდოდა, იმას დაიწყებს. ახალი ნიჭების გახსნაზეა საერთოდ საუბარი და სულიერად უკვე დაბრძენებულიც ხარ და რაც მთავარი აფასებ, რაც უფრო უკან კი რა პირიქით წინ მიდიხარ, უკან გავლილ გზას. ჩავთვალოთ, რომ გაზაფხულზე ჯერ ესეთი რაც დათესე შემოდგომაზე მოვიდა და შემოდგომაზე რაც მოიმარაგე, იმით ტკბები უკვე 60-ის მერე. ანუ მოხუცები, რომლებსაც აი თვალები რო ანთებული აქვს თუ სიმციმებთ აქ იმაზე არ არის მატერიალურ მდგომარეობაზე სიკეთე უკან რო უბრუნდებათ აი ცხოვრებაში რაც საკეთეს ამის მიღებას რო იწყებენ და მოხუცი რომელსაც უცბად შეეცვლება საერთოდ რო არ ყოფილა ბუზღუნა და ხასიათი რო შეეცვლება რაღაცნაირად ოჯახიც რო ვეღარ ცნობს იმიტომ რომ ის რაღაცას ვერ ეგუება, ანუ კანონზომიერების დაუწერელ წესებს ვერ ეგუება, მას სადღაც უკან და დაბრუნება და გონია რომ ყველაფერი დამთავრდა და ჯერ უჭირს იმის გაცნობიერება, იმიტომ რომ ამასაკში ხდება, მოკლედ სულიერი ზრდა ძირითადად. ჩვენ ჯერ კიდე გაზაფხულის პერიოდში ვართ. იმ ციკლურად ჩვენ გაზაფხულს გავწდით. ეხლა ვართ ადრიან შემოდგომის, ანუ სექტემბრის თბილ დღეებში ვართ, როცა ჯერ ძალიან ბევრი რამის თუნდაც ნოლიდან დაწყების, ნოლიდან ყოველთვის იწყებ, მაგრამ მე ამბობ, აი
ფიზიკურადაც რომ მოყვება ამის ენერგია, ხო? ეხლა შეიძლება რაღაც ასაკში მოინდომო, მაგრამ ყველა პროფესიას ან ყველა საქმეს ვერ შეწყვეტ. ეხლა თუნდაც დაოჯახების თემები, ხო? რაც არის შეიძლება სიყვარული გეწვიოს, ხო? ისეთ ასაკშიც, 60 პლუს ასაკშიც, მაგრამ რაღაცა ანგარიში გაუწიო, რაღაცებს ვერ გადადგა. ანუ ეხლა ჯერ კიდევ არის დრო, რომ იპოვო შინაგანად ვინ ხარ შენ, რა გინდა, სად დგახარ, ვისთან ურთიერთობ და ბიოგრაფია ძალიან ეხმარება. ერთი შეკითხვა მაქვს, თუ შეიძლება, სამშვინველი ახსენე და მე გადავიკითხე რაღაც ინფორმაციაც, რომელიც გამიზიარეს და აღმოვაჩინე, რომ შტაინერთან უბრალოდ უბრალოდ ანთროპოსოფიაში ზუსტად ადამიანი განიხილება როგორც რაღაც სამი ფორმა, ხო? სულის, სხეულის და ალბათ ის მესამე არის სამშვინველი, რომელსაც მეორენაირად რაღაცნაირი სული ქვია კიდე, ხო? როგორი სული? არა, ნახე როგორ არის. ესე იგი სამშვინველი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, ეს არის ასე რომ ძალიან მარტივინით მინდა რომ აი ასოციაციურად დავწერო, ხო? და არა ის რაღაცა ტერმინებით და იმიტომ რომ არ გვეყოფა უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის ჩვენში სივრცე, სადაც სულიერი მეხსიერება, ანუ სულის სურვილები და ფიზიკის სურვილები და მოთხოვნები ერთად იყრის თავს, ანუ ჩვენი შიდა სამყარო, რომლითაც ამ ინკარნირებაში მე მოღვაწეობს და სამშვინელში ხდება წმენდა. ეს იქნება დაუშვათ ჩემი სურვილების, ჩემი მოთხოვნილებების, თუ რაუშვათ წინა ინკარნაციიდან მოტანილი რაღაცა თემების, რომლის ამუშავებაც მე ჩემ შინაგან სამყაროში, რომელშიც მოღვაწეობის შანსი აქვს ახლა სულს, რადგან მე მოვედი და გავუკაცდი, ანუ მატერია შემოდი როგორც ადამიანი და ამაზეა საუბარი. ჩვენ თითოეული ჩვენი სამშვინველის მეშვეობით აღვიქვამთ აქაურ მატერიალურ ყოფას, ანუ აქ დაბადებას, განსხეულებას. და რაც შეიძლება სხეულებს საერთოდ შვიდია საუბარი, ანუ რადგან კითხვა და ანუ მანდარი 7 სხეულის თქმა შეგვიძლია, ანუ 7 მე კი არა, არამედ აი ასე რომ წარმოვიდგინოთ. მოკლედ ჩვენ შევდგებით რისგან? ანუ ჩვენ პირველი ფიზიკური სხეულისგან, რასაც პირდაპირ ხედავთ, ხო? პირველი რასაც ხედავთ ჩვენ ეს არის მატერია. მატერიაში ყველა ექიმი და მედიკოსი დაგვეთანხმება, რომ სამყაროში რაც კი მინერალები არის, და რისგანაც არის აგებული ყველაფერია, ანუ ჩვენი ძლოვანი სისტემა და იგივე სითხეები, რომელიც ადამიანში მიმოცვლის პროცესშია და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ერთი სხეული, მატერიისგან მოცემული სხეული, ხო? მეორე სხეული არის რა სხეულიც შტაინერი სულ აღნიშნავს, რომ სხეული ასე არ დარჩეს როგორც დოგმა, შეგვიძლია ორგანიზაციაც უწოდოთ, ნებისმიერი ტერმინი, უბრალოდ რაღაცით სიტყვები რო გვეყოს, რომ მივახვედროთ, რაზე ვსაუბრობთ და არა ფენებად სხეული, ხო? მეორე არის ენერგია, ანუ პრანასაც რასაც ვეძახით, ხო, სასიცოცხლო ენერგია, რომელიც აი ეს მატერია ორი უჯრედი ერთმანეთს რო დაკავშირებოდა და აგებულიყო როგორც სხეული, რაღაცა ძალამ ხო დააკავშირა ეს უჯრედებიც თუნდაც ეს მატერია ერთმანეთთან, რომ ზრდა დაწყებულიყო. აი ქვაში ეს პრანა არის იმდენად ყრივია, გაყინული, ანუ იმიტომ ეს ზრდა არ აქვს. პირველი სადაც სასიცოცხლო ენერგია, ანუ ეთერული სხეული ძლიერად შედის, მცენარე არის და იმიტომ იწყებს მცენარე ზრდას, ხო? ეს აქვს მე ცხოველებსაც და გადმოეცემა მე რა თქმა უნდა ადამიანს. და ანუ ეს ჩვენი მეორე სხეული და ამ სასიცოცხლო ეთერულ სხეულში არის მთელი ჩვენი გენეტიკური ინფორმაცია, ანუ ჩვენი წინაპრებისგან როგორი ზრდის ძალები გადმოგვეცა, ასევე ჩვენ დავშეთ წინა ცხოვრებებიდან კონკრეტული კარმა გვაქვს, ხო, შესაბამისად იქაც არის რაღაც მეხსიერება ჩვენ ჯანმრთელობის კოდებთან დაკავშირებით, რომელსაც ეს ეთერი ატარებს, ანუ და თუ საუბრობთ ხოლმე მოკლედ ეთერული სხეულის წმენდაზე, საუბარია აი მაგალითად ვისაც უკვე აქ შესწევს ძალა ის იმდონისგან სხეულება, რომ განიკურნოს აი ამ ეფექტზე, რომ მე შევძელი განკურნებას, ანუ მაგალითად ძიმესენის დამერცხება ცნობიერად. ესე იგი მე მოვახერხე ზემოქმედება ჩემში ისეთი მტკიცე ვიყავი, მომეხდინა ეთერულ სხეულზეც კი. ეს არის პირველი ორი ფენა, რომელიც სიკვდილის მერე მატერიაში ან დედამიწაზე რჩება, მოკლედ ეთერი რო დატოვებს სხეულს, ის მერე იწყებს დაშლას გარდაცვალების მერე, ხო? ანუ ეს ორი აქ რჩება. ის გამოეცალა, ის დაიშალა.
მერე შემდეგი არის ჩვენი ასტრალური სხეული. ასტრალური სხეული რა არის? ეს არის მოკლედ რაც სულს თან მოყვება დაბადებისას, რაც მიწაზე ჩამოსვლისას, ჩვენი ემოციები, ჩვენი ინსტინქტი აქვს მოკლედ სხეულს, ხოლო ემოციები, გრძნობები, მეხსიერება ასტრალურ სხეულზეა საუბარი, რო წარმოვიდგინოთ მაგალითად ესეთი რამ შარავანდედის თემა რა არის? ეს არის ხილული ასტრალური სხეული. ჩვენში ყველაშია, თუმცა მატერიაში იმდენად მჭიდროდ ვართ, რომ ეხლა ვეღარ ვხედავთ, აღარ ვანათებთ ეს ნათობი და მაგალითად ტრანსში გასვლაც რა არის ხოლმე, ან სიზმრად გასვლაც ამ ჩვენს ემოციებთან, ჩვენ ასტრალთან კავშირი, რომელიც გაცილებით უფრო დიდი ზომის არის და სხვა ფორმის და სხვა ნათების, ვიდრე ფიზიკურად ჩვენ ვართ და ზოგადად აი რო არის ხოლმე შენზე ვფიქრობდი და როგორ დაემთხვა, რომ შენ დღეს გამომეხმარე მაგალითად გერმანიიდან დამირეკა 2 თვე არ შემხმიანებია დღეს ჩემმა მეგობარმა და მთელი დღე მას ფიქრით ვიყავი მასთან კავშირი. ჩვენ ანუ ემოციურად ჯერ იქ შევხვდით ერთმანეთს და სიგნალი მერე მოდის მატერიაში და დაემთხვა, შეემთხვა, როგორ მოხდა კი არა. პროცესი მანამდე დაიწყო, იმიტომ ვგრძნობდი რაღაც რომ მოხდება და მე ვიცოდი, ეს არის ინტუიციაც, რაც პირდაპირ სულის თემაა და მეორე არის გრძნობითაც რო გრძნობ, აი რო გაკანკალებს რაღაცა დაძაბული რო ხარ და მე რო ამბავს გაიგებ და ვიცოდი, ცხოველებს რატო აქვთ ჩვენზე ადრე რო გრძნობენ ხოლმე მიწის რო იქნება თუ პატრონის სახლში დაბრუნება, ხო? მათ აი ამ მესამე საფეხურზე, ანუ ასტრალურ სხეულზე აქვთ განვითარება დასრულებული და სადაც ასრულებ იქ ყველაზე ძლიერი ხარ, ამიტომ უფრო გახსნილი არიან ასტრალურ სხეულთან და ჩვენ შემოვდივართ მოკლედ ადამიანი არის მეცნობიერება, ქრისტე არის ამის სიმბოლო, როგორ შემოვიდა მეცნობიერება და მეცნობიერება არის ის, ვისაც აქვს ძალა რომ გადავიდეს უკვე სულიერ ცნობიერებაში. მეცნობიერება შეუძლია იყოს ცნობიერი, ანუ გრძნობები კი არა, უკვე განმსჯელი სამშვენელი იყოს მასში და რაც მთავარი არის სიბრძნემდე მიდიოდეს. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ რომ მე რო რაღაც მტკივა, მე ვარ კიდე ის ამ საშუალო განვითარებაზე, რომელიც აფიქსირებს, რომ მტკივა და ჩემს სხეულს ეს ტკივა, მაგრამ კიდე არის ცნობიერება, რომელიც ხედავს, რომ მე ვარ ის, ვისაც შეუძლია აღიქვამს, რომ მას ტკივა და ეს არის სხეულის ნაწილი და კიდე ზემოთ არის ცნობიერება, რომელიც ნამდვილად მე ვარ, რომელიც თელამ, რომელიც მარად იყო და რომელიც ყველა ვარ და სადაც ჩვენ შეგვაქვს მთელი ეს გამოცდილებები იმისთვის, რომ ცნობიერება მოკლედ გაფართოვდეს და მარად წინ მიდის სამყარო და თუ ჩვენ ადამიანები შევძლებთ კიდევ ზედა საფეხურზე ასვლას, როდესაც ვისაუბრებთ და მე სოფო შენათებას უკვე პირდაპირ დავინახავ და არა ინტუიციურად, არამედ აზრები გაიცვლება პირდაპირ და აქამდეც მივა ალბათ ადამიანი. მერე მოხდება ალბათ ის, რომ აი რატო ვერ ხდება ხა დღემდე ხო, რომ აი ამდენ ცხოველზე ცადეს, რომ აი დაალაპარო, ანუ არ ვართ ჩვენ პირდაპირ მემკვიდრეები ცხოველებისა, უბრალოდ ჩვენ ვართ მათი შემდგომი განვითარება, რაც ერთმა შექმნა და არა ის, რომ მაგალითად ხა თუ ვიტყვით, რომ ჩემ წინაპარი მაიმუნი იყო და იმან მერე შეძლოდეს ვიღაცამ გასაუბრება, დღეს ვატაროთ ბევრი ექსპერიმენტი, რომ ისიც ავალაპარაკოთ, ეს ნების გარეშე, ნებილობის სამყაროს განვითარების გარეშე ეს ესე ვერ მოხდება. კარგი, მე შტაინერზე ყველა სხეული განვიხილეთ? არა. ხო, ეს ვთქვით 4 ძირითადი და შემდეგ მოკლედ საუბრობთ, რომ ჩვენ გვაქვს 4 ქვედა და 3 ზედა, ანუ თავადი სული, რომელსაც შეუძლია მოკლედ განკურნება მოახდინოს წეღანო. ეთერულ სხეულზე რომ გავლენას. ფიზიკურ სხეულ, ანუ ყველაზე ბოლო არის მე-7 ჩაკრასაც რო გახსნის ადამიანი და ამის განზომილებამდე რო ავა, როდესაც ის შეძლებს ფიზიკურათაც კი შეიცვალოს, მაგალითად აღდგომის შემდეგ ქრისტეს ხატი, რომელიც დაწერილია და შევხედავთ, ხო, ის გასხივო სულ სხვა ვიზუალს ვხედავთ, ხო, ანუ ეს ადამიანის პოტენციალში დევს, თუმცა ჩვენ მხოლოდ ერთადერთი ვიხილეთ და ეს იყო ქრისტე, რომელმაც გვეჩვენა, რომ აი ეს შენ პოტენციალში დევს, შენში ვარ მე, ანუ ეს შენ შეგიძლია. და არის კიდე მე-6 განზომილება ერთით გადავახდით ზეგან, სადაც ჩვენ შეგვიძლია ემოციებზე მოვახდინოთ. ანუ ჩვენ აი ამ სამშვენელზე მოვახდინოთ გარდა ეხა, ხო, მაგალითად ვუთხრათ, რომ ეს აზრები, ეს ფიქრები, შეხედულება სამყაროს მიმართ
ეს არ არის ჩემი, ეს უნდა ამის მეტამორფოზა უნდა მოვახდინო, ამის გარდაქმნა და რო წარმოვიდგინოთ, აი საათის ის არის ჩემი ლექტორმა გვაჩვენა პირველ ლექციაზე, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მე რეჟისორსაც მარტივად რო გავაგებინო, ამ მაგალითს ვეუბნები ხოლმე. საათის 2 ის არის პატარა და დიდი, ხო? ერთით რომ შეიცვალოს პატარა მოძრაობა, ამას 60 ჯერ უნდა დაკრასონ, 60 წამი უნდა გავიდეს. ანუ მე რაღაცას, ანუ ერთ ლექციაზე რომ მივალ, ან ერთ ტრენინგზე, ან ერთ მედიტაციაზე, მე ვიცი, всё, გავაცნობიერდი, რატო არაფერი შეიცვალა ჩემ ცხოვრებაში, მე ხო ეს უკვე მივხვდი, მე ხო ბოდიში მოვიხადე. მე ეს ნების დონეზე 60 ჯერ უნდა ჩავიყვანო, იმიტომ რომ ასტრალურ სხეულში გრძნობებში მალე შეგვიძლია რაღაც გადავხარშოთ, შევცვალოთ, სხვანაირად ვიგრძნოთ. მაგრამ თუ ეთერულ დონეზე, ან ჩემ სასიცოცხლო დონეზე და მე უკვე ფიზიკაში არ გავიმეორე, ის არ გარდაიქმნება. იმ შინაგან სამყაროშიც ის მაინც ძველ ჩვევაზე წამიყვანს და მაინც ვიტყვი, რომ მე კი ვაკეთე სიკეთე, მე კი შევცვალე ჩემი თავი, მაგრამ არავინ და ამიფაზე არაფერი გამოვიდა და არ ღირს და უბრუნდები მე ძველი მიჩვეულებას ის ისე იმას და მე ვახტოვი რატო ხარ იგივე გზაზე. ხო, ან იმედგაცრუება მოხდა. ჯერ ქრისტეზე რომ საუბრობდით მაგას, მე მაგ თეორიის ძალიან დიდი ღმერთწმენა მაქვს, რომ რაც შეძლო ბუდამ და რაც შეძლო ქრისტემ, ის ყველა შეუძლია. ყველა ადამიანს ის იმიტომ მოხდა, რომ რეალურად ყველა ადამიანს შეუძლია ეგ გააკეთოს, მაგრამ ჯერ ვართ იქ, სადაც ვართ და ამიტომაც ვერ შეგვიძლია. ხო და შტაინერზე თქვა ერთადერთი რაც ვიცი არის ის, რომ ვალდორფის სკოლის მეთოდის დამაარსებელი არის და მეტი არაფერი არ ვიცი და ძალიან საინტერესოა და ასევე რეინკარნაციაზე მოვისმენდი. ძალიან საინტერესო იქნებოდა, აი როგორ შტაინერის ფილოსოფია რას ამბობს, რომ გაცნობიერებული რეინკარნაცია შესაძლებელი არის თუ არ არის, იმიტომ რომ მაგას ძალიან ბევრი რაღაც მაქვს გაგონილი. მოკლედ ერთი ვიცი, რომ არსებობენ ვიღაცები, ვინც გაცნობიერებულ რეინკარნაციას ცხოვრობს და კონკრეტული მიზნები აქვს და იცის, ვინ იყო წინა ცხოვრებაში და იცის რა მისიით მოვიდა და არის ასევე ამის საპირისპირო თეორია, რომ ეს გამორიცხულია და ადამიანი ამას ვერასოდეს ვერ შეძლებს, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ არ შევხვედრივათ არავის, ვინც გაცნობიერებულ რეინკარნაციას ცხოვრობს. ხო და შტაინერმა რაო? როგორ არის ჩვენი საქმე? ეხლა სოფოს შეკითხვებს დავამატებ ერთ შეკითხვას და ჩუმაც და დიდი ინტერესით მოგისმენთ და შენ მთელ სამ თემაზე გექნება სასაუბრო. ხო, ზოგადად შენ ცხოვრებაში როგორ შემოვიდა შტაინერი, იმიტომ რომ ეგ ნაწილი გამოვტოვეთ კრიზისებზე გავჩერდით და მე როგორ სხვა თემა განავითარეთ. მეორე შეკითხვა ძალიან საინტერესო იყო გაცნობიერებულ რეინკარნაციაზე და მე მაინტერესებს აი ამ სხეულების აღწერის დროს ძალიან დიდი სრული გამოჩნდა გამეგო, ვინ არის ვინ ზემოქმედებს, ანუ ვისაც შეუძლია ამ სხეულებზე ზემოქმედება, ჩემს რომელ სხეულში არის ეგ ჩემი ნებელობა, ხო? რომელსაც თუნდაც მე-7 ჩაკრიდან შეუძლია რომ განკურნოს მე, ისევ შენ, მე ცნობიერი. შიგნით, არსად ზემოთ. არა, ზემოთ არ ვიყურები, უბრალოდ სად არის, ანუ ფსიქიკაში არის, ჩემ ფიზიკურ სხეულში არის ამის სივრცე, თუ ჩემ რომელიმე იმ უხილავ სხეულში, რომელიც რეალურად მე წარმომადგენს, მაგრამ არ ჩანს. აზროვნება არის ის, რომლითაც ადამიანს შეუძლია მოკლედ ყველაფერზე გავლენა მოახდინოს, ან თავის ემოციაზე, ან ჩემ ფიზიკა ვერასდროს გადადგამდა ნაბიჯს, თუ აქედან ბრძანება ეს ელემენტარული დონიდან, ხო შესაბამისად ეს სულის მესიჯებით, სულიერი გზავნილებიც, რა თქმა უნდა, მოდის აზროვნებაში, ხდება მისი აღქმა, გადამუშავება და მე გზავნილების ამ სხვადასხვა ფენებად რო არ წარმოვიდგინოთ ეს სხეულები უბრალოდ ისევ შიდა პროცესებზე ალაპარაკი მოკლედ ის ვინც ზემოქმედებს ამ ყველაფერზე ვარ მხოლოდ მე რომელიც ვარ ჩემ ზენამესთან დაკავშირებული ანუ როდესაც მე შემოვდივარ ამ სხეულში სრული ცნობიერებით ვერც შემოვალ ვინც ვარ მე შემოდის ჩემი ნაწილი ცნობიერებისა რომელსაც მე ვაიდენტიფიცირებ 3 წლის ასაკიდან რომ პირველი ვაფიქსირებ რომ ოი აქ ვარ ანუ ბავშვი წლის უკვე მეტყველებას რომ მანამდე მშობელიც კი არა მარტო ბავშვი ჩვენ სიტყვა ხო მე ვიზამ სახელით მიმართავს მანამდე ბავშვი თავის თავს თუ გახსოვთ თქვენი ბავშვი თიკამ გააკეთა მე უკვე მე არის სხვადასხვა პერიოდი როცა შენ სხვადასხვა დონეზე აცნობიერებ რა არის ეს მე როგორი რაღაც მინდა იცი რომ წარმოვიდგინო და ამიხსნა და დავამატებ უბრალოდ მაგ კითხვას ერთ მექანიკას ანუ პასუხის გაცემის დასაწყისში თქვი რომ ჩემი ფიზიკური სხეულიც კი ერთ-ერთ ბრძანებას ვერ შეასრულებს თუ ეს ბრძანება არ მიეწოდა ტვინიდან აი ამას გეკითხები ანუ აქ შეებად წარმოადგენელ სხეულზე არ არის ლაპარაკი უბრალოდ ანუ სად ვინ აკორექტირებს ანუ სულიერ დონეზე ისევ მესმის ეგ პასუხი მაგრამ რას ვამბობ რომ რაღაც ანუ
შეიძლება შრეებად არ უნდა წარმოვიდგინოს, მაგრამ ძალისმიერობით ან რაღაც გავლენის ეფექტით, ანუ რაღაც ტრაექტორიით ხდება ამის გაკეთება, რომ იგივე აი დანარჩენ სხეულებზე, ეგ არის რა ჩემი კითხვის არსი, ზემოქმედება შეუძლია ვიღაცას თუ რაღაცას და სად არის ეგ? იმიტომ რომ თუ ტვინში არის, ანუ თუ ფიზიკურ სხეულში არის, თუ ჩემი ცნობიერება არის, თუ შეიძლება ეგიც იყოს პასუხი, რომ ყველა მათგანში არის ამის ძალაც რა. ანუ ჩემს მაგალითად ფიზიკურ სხეულს რომ გონია რომ ჩემი თავის განკურნება შეუძლია, სამდრეში ეს პროცესი ტვინში მიდის, მაგრამ შეიძლება ეგრეც არ არის და თვითონ ფიზიკური სხეული სამშვინველში, რომელიც ჩემი შინაგანი სამყარო, ხო? მთელია ეს პროცესი, ანუ ჩემი აღქმების, მოლოდინების, შეგრძნებების, გამოცდილებების თავმოყრა და ბრუნვა ხდება. ეს კონკრეტულად ანუ სამშვინველშია ჩემი ნებელობა და სადაც ჩემი ნებელობა არის, იქიდან იმართება მთელი ჩემი მოცემულობა? ჩემი ნებელობა არის ჩემი აზროვნება, ჩემი აზროვნები და რომელშიც შემოდის გარედან ეს პრინციპი სულ საქმე თავის მეხსიერება, სულ უბრალოდ ჩვენ კი არ გვახსოვს ეს როგორი ზეციური სამყაროდან მოვედით და იქ სადღაც ეს სულიერ მეხსიერებასთან დაძინება ხდება დროებით იმისთვის რომ გავფართოვდე, მაგრამ ეს ინსტინქტი, ის უბრალოდ ინტუიციის დონეზეც შემოდის, ჩემს ასტრალურ სხეულშიც შემოდის, ანუ გრძნობები, რომელიც მოულოდნელად შემოიჭრა, ხოლო მე ცნობიერად რა მიმართულებას მივცემ ამ ყველაფერს ხდება რა თქმა უნდა ჩემს ცნობიერში და ჩემს სამშვინველში, როგორც აი პატარა მიკროსამყარო რო წარმოვიდგინოთ, სადაც მიწიერი სურვილებით შედის, ასევე სულიერი მეხსიერებიდანაც და ჩემი ცნობიერება ახერხებს ამ ყველაფრის თვის გზის მიცემას, როგორ ვიცხოვრებ მეს ცნობიერება, ну ისე თუ ჩაკრების დონეზე ვიტყვით, სად არის აი ის შუა წერტილი, რომელსაც ასე გულის ჩაკრა, რომელიც აი ამ ქვედა სამს და ზედა სამს შუაში აერთიანებს ისე და რო გკითხავენ სად გიყვარს გულში რატომ ამბობთ ახლა და ჩემ პატარა ბავშვს წარმოუდგენია რომ აი აქ გროვდება რაღაც გულის ნაწილში ეს სიყვარული და მეხსიერებები რა თქმა უნდა სხვადასხვა ფენებშია, მაგრამ გულს რატომ მიეცა ახლა ეს ფუნქცია, ხო თვითონ გული რო ბიოლოგიურად რა ფუნქციას ანიჭებს გენერატორია, ხო? ეს სისხლის მიმოქცევის გადამანაწილები და შესაბამისად აი ეს არის, ხო? რაც შეეხება აი ესეთ დიდ თემებს, რომელშიც მე ვისურვებდი, რომ ჩემმა პედაგოგებმა, ანთროპოსოფებმა უფრო ღრმად ისაუბრონ, არ მინდა ისეთ თემებს შევეხო, რომელიც ჩემზე მაღალი განვითარების ადამიანებმა უნდა გაშალონ. თუმცა წირი პასუხი მაინც მექნება, ხო? მე უფრო ბიოგრაფიებზე მინდა რომ გავშალოთ თემა. პირველი ეს კითხვა იყო, მოდი ვთქვათ უბრალოდ, შეიძლება მსმენელმა ყველამ და მაყურებელმა არ იცოდეს ვინ არის რუდოლფ შტაინერი, ეს არის მოკლედ ავსტრიელი უკაცრავად ფილოსოფოსი. როგორც წარმოვიდგინოთ მეცნიერი, რომელიც თვალთხილული რაც არის იმას სწავლობს, ასე შტაინერი თავისი ზეაღქმადი, ზეგრძნობადი აღქმებით ჩვენთვის რაც არ არის ხილული, მოკლედ სულიერ სამყაროს კანონზომიერებებს აკვირდებოდა, სწავლობდა და შემოქონდა ეს ყველაფერი დაკვირვებების პროცესის გარდა ხდებოდა მისი მოკლედ ამ ზეგრძნობადი აღქმების სწავლობით, ანუ იშვიათი სული იყო, რო დავაკვირდეთ ჯერ მარტო მისტიკოსი იყო, ცხადია, რო დავაკვირდეთ მარტო ის იყო თუ არა, ეს რიგით ის იგი ჩემნაირი განვითარების დონის ადამიანი, უბრალოდ მის შესაძლებლობები ავიღოთ მაგალითად და მივხვდებით რომ პასუხი იქნება რომ არა ვერ ხართ ახლა თქვენ ხო ერთ დონეზე დამკვირვებლები ბიოდინამიური მიწათმოქმედება ხო ეს მთელი ჯერ მარტო ერთის საერთოდ სხვა სფერო აქეთ განათლების სისტემაში ვალდორფის სკოლები საერთოდ სხვა მიმართულება ხო ამაზე დგას გოეთიანომი შვეიცარიაში ანთროპოსოფიის რა ვიცი დედა უნივერსიტეტი საიდანაც ირწევა აგვანი ხო სადაც იქნება სამსახიობო სწავლება მეტყველების სწავლება თვითონ ანთროპოსოფიის გაგება და კიდე ძალიან ბევრი ფაკულტეტებია ხო ეს აკვანი დაარწია ბიოგრაფიის კონსულტაციებით ზუსტად აქედან იღებს სათავეს რომელიც პრინციპში ანაცვლებს ევროპაში ფსიქოლოგის პროფესიას ანაცვლებს როგორ ანუ არჩევანი გაქვს ან იქ მიდიხარ ან მასთან თუ გჭირდება თვითგამორკვევა თერაპია იქნება ეს თუ უბრალოდ ცხოვრების შეფასება შეიძლება საერთოდ არ ქონდეს ახლა შფოთი დეპრესია რაიმე სიმპტომატიკური მაგრამ შენ გაინტერესებდეს ვინ ხარ შენ ან ეს კრიზისი რატომ მოხდა შენ ცხოვრებაში ან რა გელოდება წინ რისი მეტამორფოზა ან არეკულა ხდება შენ ცხოვრებაში მიდიხარ ბიოგრაფიის კონსულტაციას გადიხარ, ხო? ამდენი მიმართულებით
უამრავი ნაშრომი ტომეულები ხო კარმის გაგება რა არის მოკლედ კარმული კანონზომიერებები ქრისტოლოგია ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს ხო შეუძლებელია ადამიანს რომელსაც ესე იგი რიგითი ადამიანის მონაცემები ექნებოდა შეეძლო ხო მე საინტერესო რა არის ის არაფერს არ გვთავაზობს ეს მიიღეს ასეა უბრალოდ გასწავლის დაკვირვების გზებს და გეუბნება. აი ეს რო ამას შეადარო, აბა დააკვირდი. არის თუ არა სამყაროში ზუსტად ის პროცესში, რაც შენში შიგნით და შენ თვითონ გაძლევს ინსტრუმენტებს, რომ თავიდან ბოლომდე შეიმეცნო არა მარტო შენი თავი, სამყარო და ქრისტე, რაც თორე ჩემთვის ეს იყო ძალიან გადამწყვეტი, იმიტომ რომ ქრისტე არის ცენტრში მთელი ანთროპოსოფიული გაგების და ფილოსოფიის. და ამან არ შემიშალა ხელი დარჩენილიყავი მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლის სიტყვაზე ესეთი აქტიური არა, მაგრამ ყოველ და მოძღვარი, იმიტომ რომ ამასაც მინდა ხაზი გაუსვა ზოგი შინდება, რომ რაიმე სხვა რეწინააღმდეგება პირიქით. ხო, შენში შეიძლება სტაინერის რეპუტაციას აყენებენ ხოლმე ეჭქვეშ და შეიძლება ეგეჭვების მაკედონიაში. თუ გინდა მაგასაც დაუთმოთ 5 წუთი, რატო? ხო, ანუ ალბათ ინკარნაციების თემა, რომელიც რომელსაც უარყოფს მართლმადიდებლობას კლასიკური. რომელიც ჩაკეტილია ინსტიტუტის მიერ, ხო? ხო, ან მართლმადიდებლობის მთავარი კულტის საკუთარ კონცეფციაში ესე ძალიან შემოყვანა და ქრისტესზე აწყობა ამ ხელა აზროვნების და კონცეფციის. შეიძლება ეს იყო რაც ათრიგერებდა მე იმ სხვა კულტურას, რომ ამ კულტურისთვის შიშით ეყურებინა რა, მაგრამ მე მახსოვს, რომ ანუ რაღაც დაძაბულობას უარსებობდა შტაინერის მიმართ. არა მარტო შტაინერის მიმართ, საერთოდ აი თუნდაც ახლა აღმოსავლური კულტურა შემოვიდა საქართველოში. თქვენ წარმოედგინეთ ჩვენ დედების პერიოდში მედიტაცია და იოგაზე დადიხარ რაღაცა რიტუალს ასრულებ, ხო? დღეს ეს ცნობიერება იზრდება, რატომ? იმიტომ რომ ინდივიდუალური გაღვიძების ეპოქაა, სხვა ეტაპზე გადადის. ახლა თქვენ სხვა იმებშიც სტუმრებთან სხვა გადაცემებშიც გქონდათ ამ თემებზე და აღარ მინდა განვავრცო ეს თემა, რომ მართლა გადავდივართ სხვა პერიოდში, როდესაც ინდივიდებმა თვითონ უნდა აღმოაჩინონ ვინ არიან თვითონ და რა არის ის რისიც წამთ და მე ერთი რამე აუცილებლად უნდა აღვნიშნო რომ წარმოიდგინეთ რა გზაში რომ მოვდიოდი მაგაზე ვფიქრობდი რომ ანთროპოსოფია საქართველოში ვინ შემოიტანა თუ იცით ზუსტად გამსახურდიამ და კოსტავამ მათ თარგმნეს და მათ შემოიტანეს და ისინი იყვნენ ანთროპოსოფები ხა ამაზე ეროვნული და პატრიოტი ადამიანები მე ანუ არ მსმენია ხო არაეროვნული საკითხი თუ ჩვენთვის ეროვნება და ეროვნულობა ასოცირდება რა თქმა უნდა ჩვენს სარწმუნოებასთანაც ხო ეს ხო წარმოუდგენელი არის კი რა თქმა უნდა ერთი მეორეს არ გამორიცხავს მაგაში კეთებოები მე უბრალოდ უნდა ნუ ეს არის ერთადი არგუმენტი უბრალოდ უნდა შეხვიდე პროცესში გახდე დამკვირვებელი და შენ თუ არ იგრძნობ რომ ეს ხედვა მე გადმოსახեց დავარქმევდი მიდის რა ვიცი ყველაზე ახლოს რომ შეიგრძნო შენში ქრისტე და იყო თავისუფალი თან აზროვნებაში თავისუფალი არ იყო რომ ის როგორ განმიკითხავს ის როგორ შეხედავს ჩემს აქციელს და ასე შემდეგ ხო და არ იყო რომ ვიღაცის გავლენის ქვეშ დარჩიან თუნდაც სექტანტურ აზროვნებას არ აყალიბებს ხდებით ანუ სუ თავისუფალი ხდები მეტად და მეტად არ არის რომ რაღაც ვიწროწრე და შენ აღმოჩნდე რაღაცა ვიწროწრის მრევლი ან სექტანტი ან ასე შემდეგ ეს არის უნიკალური, რომ თვითონ სიტყვებსაც იმიტომ ამბობს, რომ სხეული თუ გინდა არ დაუძახო, შენ თვითონ რაც გინდა მე ამ ფორმით გაგებინებ და სხვა ციგნში ცვლის ამ ტერმინებსაც, რომ შენ არსში შეგიყვანოს, ფენომენი დაგანახოს და არა დაგშტამბოს. ერთი კითხვა მინდა დავსვა და მაგრამ სანამ კითხვას დავსვამ, წეგან საინტერესო რაღაც ახსენე და მანდ ეგეთი რაღაც ვისწავლე და ძალიან მომეწონა და მინდა რომ გავაზიარო, რომ გადავდივარ თუ ახალ ეპოქაშიო და მე მგონი წინა ეპიზოდი ცნობიერი სამშვილელის ეპოქაში. ალექსი გოგოლაძემ თქვა ეგეთი რამ, რომ ჩვენ კი ერთად არ გადავდივართ, უბრალოდ ეს ყველაფერი იყო და ხო, ფართოვდებით ჩვენ და დავინახავთ იმასაც, რასაც უნდა შევეხოთ, რაც მაგალითად შეიძლება 50 ანუ 100 წლის წინ ჩვენი ცნობიერებისთვის ან იმ ადამიანებისთვის მაშინ იყვნენ ყოველ შემთხვევაში ფართო მასებისთვის არ იყო მისაწვდომი თვალსაწიერით, თორე ისეს უარსებობდა ეგ ეპოქაც, მე-5 განზომილებაც, მე-10-ც და 120-ც და ალბათ მე რო გავფართოვდებით მაგებს დავინახავთ. მედიტაციური მდგომარეობაც რაც ახლა ესე წვალებში რომ თქვა მოდეში შემოვიდა, ჩემთვის ცოტა სხვანაირად არის მედიტაცია და მე მოკლედ ვიტყვი როგორი ფორმითაც შეგვიძლია კიდე ერთი ფორმა დავინახოთ მედიტაცია, მაგრამ რატო გახდა დავუშვათ მოთხოვნადი, ხო? ესეც იმიტომ რომ
იმ სულიერ მეხსიერებას, რომელსაც მოვწყდით, ოდესღაც, ანუ კაცობრიობა, მედიტაცია იყო საშუალება, რაც ენატრებოდა, სადაც მიბრუნება და იმ შეგრძნება სურდათ ადამიანებს, სწორედ აი ამ ინსტრუმენტის მეშვეობით დაბრუნებულიყვნენ იქ და ეს იყო ბუდიზმის ძირითადი, აი ძალიან მარტივიანით ვხსნი, იმპულსი, რომ ისევ შემოეტანათ ის მივიწყებული ინფორმაცია, რომელთანაც ინკარნირების მერე ნელ-ნელა წყდებოდა კავშირი. მაგრამ მე მოდის ქრისტე, რომელიც ამბობს, რომ არა მოკლედ მოდუნებით და დადუმებით, არამედ ქმედებით მთლიანად ნებელობა შემოაქვს, აი ის არის მოძრაობა ძველის დახურვა და წინსვლა. შესაბამისად, თუ სამყარო თავიდან, აი ყველაფერი ესეთ მოძრაობაშია, თუ სამყარო თავიდან ესე გახსნილი იყო, მე ნელ-ნელა შიგნით შევიდა, ანუ ბუდიზმის პერიოდი რო წარმოვიდგინოთ, ანუ როდესაც ეს კულტურები წამოვიდა, მე იწყება ისე გახსნა. ანუ ჩვენ ვართ ეხა აი ეს უნდა გავხსნათ ბოლომდე, აი ამ ეპოქაში, რომელიც ახლა დღეს და ხვალ არ მოხდება, მაგრამ აი თვითონ ის რომ ადამიანებს მეტად და მეტად უჩნდებათ სურვილი, რომ დაიწყონ ტრენერობა, კოუჩინგი, სხვადასხვა ექსპერიმენტები და ყველაფერმა უნდა იარსებოს. უბრალოდ აქ ერთი ყველაფერს როგორც დადებითი მხარე აქვს, ერთი უარყოფითი აქვს, ხო ძალიან ბევრი ესე იგი იმისთვის რომ პოპულარული გახდეს შარლატანი, თვითმარქვია, სადღაც ამოკითხული ინფორმაციების შეგროვებით ზედაპირულად და ეს ჩემთვის კლიენტებს ვკითხავთ, რომ აი მე რომ მივედი იქ იმ ტრიის ტრენინგი გავიარე რაღაც დავზიანდი, ან რატო არ ამხელ ვიღაცაზე ვიცი მოკლედ რომ შარლატანობს და რატო არ ამხელ. ნახე, ჯერჯერობით კარმიული თემებია, მე რატო ავირჩიე და მარტო მოვხვდი იქ იქნები ის რომ მასთან რაღაც ვერ გავიგე, მე იქიდან როგორ ამოვიდე და ვიპოვო სხვა გზა, ამისთვის მჭირდება და მე ყველა ერთმანეთს შემთხვევით არ ხვდებით მე რატო ავირჩიე მასთან მისვლა, ეგეც თემა არის. იმ ადამიანის პრობლემა კი ის არის, რომ თავის კარმა უმძიმდება, ანუ იღებს წარმოგიდგენთ ქირურგია დრო შეხვიდე საოპერაციოში, სადაც შენ არ იცი როგორ უნდა გაჭრა, ან ბრმანაწლავის გეგონო სხვა მხარეს და ამოიღო სხვა ნაწილი. აი ამაზე კიდე უფრო მძიმე თემა, კიდე რაღაც შეიძლება გადაგინერგონ გეშველონ თავიდან ამოკერონ, მაგრამ სულიერი ჭრილობები და ადამიანის ფსიქიკას და სულს რო ეხება იქ მიყენებული ჭრილობები შეიძლება ცხოვრების ბოლომდე არ განიკურნოს, შენ დადაღო ადამიანი და ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. ამიტომ ვერავის ისე ვერ ამხელ თვითონ და სოფოს შეკითხვასაც არ აცდე რა, ძალიან დამაინტერესა. რეინკარნაცია და მეხსიერება. და იქ შტაინერთან დაკავშირებით და მაინც ღია დარჩა შენ ცხოვრებაში როგორ შემოვიდა. კრიზისი გავიგეთ, მაგრამ ესაც არად შემოვიდა თუ აი როგორ მიაგენი მასწავლებელი მოვიდა შენთან. შენ მოძებნე რა მოხდა ეგეთი მომენტები მიყვარს. საფეხბურთო ხარი რომ ამ თემაზე მინდა დავისურვებდით, რომ სხვა სტუმარმა ჩემზე უფრო წინწაში. შენ ცხოვრებაში როგორ შემოვიდა, სხვა სტუმარი როგორ მომეყოლა? რეინკარნაციებზე, გაცნობიერებული რეინკარნაცია. ეგ იყო პასუხი. მაგრამ მე პირადად აი ესე რომ ანუ მინახავს ურზე მეც ვიტყვი რა, არც წამიკითხავს, რომ ის ვიღაცა მთლიანად ბოლომდე გაცნობიერებული, თუმცა რა თქმა უნდა არის რომ იგივე ბიოგრაფიულ კვლევაშიც მოდის ინფორმაცია, რომლის ამოღებაც შესაძლებელი არის, რომლიდანაც ამოღება შესაძლებელია, რა იმპულსები, რა გამოცდილებები მის შეიძლება ყოფილიყო. ასევე არის ბევრი მეთოდი, მათ შორის მეც მიცდია, სადაც გადიხარ მოკლედ წინა პერიოდებს და მოდის რაღაც ფრაგმენტებად, სურათებად და ხედავ შენ ამ წინა ინკარნაციას, დაიბადე თავიდან ბოლომდე გაცნობიერებულად, ეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეხლა ხანს დაიბეჭდა თვითონ შტაინერზე, რომელსაც ძალიან ერთეულებს ქონიათ, რა თქმა უნდა, შტაინერზეც დაიბეჭდა ეხლა ხანს წიგნი, სადაც შეგროვებული არის მისი ლექციებიდან თუ პირადი საუბრებიდან ინფორმაცია, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია თავისი ინკარნაცია, რომელიც სულიერი ნაკადის წარმომადგენელიც იყო და რა თქმა უნდა, მან იცოდა რა გზას აგრძელებდა და ყველა წინა ინკარნაციაზე არის საუბარი. ანუ იყვნენ კი, ანუ პრინციპში თან ვადასტურებ, რომ კი ბატონო, ვადასტურებ. კი, არის რამოდენიმე გვარის ასახელებები. აუ ერთი ქვეკითხვა, მაინც ხო შეეხი, ანუ გასაგებია რომ გინდოდა რომ შენი კომპეტენციის ფარგლებში ეგ არ შემოგვეტანა, მაგრამ როგორც აზრი გვაინტერესებს, როგორ ხა ხოლმე შეელობთ ხო იმის გარდა რაც დაუშვათ შენი პროფესიული ნაწილიდან შეიძლება მოვისმინოთ. ხო და ეს ძალიან საინტერესო თემა არის მართლა, მე მაგალითად დიდი სიამოვნებით მოვისმენდი მაგანაც და მაგმაყოფილ რაც მოვისმენდი და კიდევ აი უბრალოდ შენს ლოგიკაში როგორ ჯდება, რა დაშვების გამო შეიძლება რომ გაცნობიერებული რეინკარნაცია მქონდეს და რა კანონზომიერების გამო არ უნდა მქონდეს. აი რა წესი მუშაობს მათ შენ, ანუ რატომ არ გვაქვს ზოგადად და რა დაშვებებში ხდება ხოლმე რომ გვახსოვს ჩვენი წინა გამოცდილებები.
მოკლედ როგორც აი ესე რომ ვთქვათ, როგორც ფიზიკურ დონეზე პირველი კლასელი ბავშვის განვითარების დონე და მე-10 კლასელის განვითარების დონე. თუმცა პოტენციალი რომ აი როგორც მე-11 ჟამის მუშაკს შეუძლია ყველაზე დიდი შედეგი დადოს, რა თქმა უნდა, ამ ხრივ თანაბარი ვართ, მაგრამ არიან სულები რომლებსაც დიდი განვითარება აქვს და დიდი განვითარება აქვს და მისი ცნობიერი უბრალოდ მზად არის, რომ შემოვიდეს ინფორმაციით რა მისიისთვის მოვიდა და იცხოვროს ასე, მაგრამ ჩვენ ახლა რო შევხედოთ არა თუ წინე რაღაც გამოცდილებები მახსოვდეს. ყოფილა მაგალითად შემთხვევა რომ ერთხელ ჩენელინგზე ვიყავით და ისეთი ინფორმაცია მითხრა ვინც ტრანსში იყო. მე აღმოვაჩინე რომ 2 წელი იმ თემას ვამუშავებ და ჩემი ცნობიერება მზად არ დახვდა. უბრალოდ შეიძლება რაღაცამ დაგაზიანოს რომ ყველაფერი გახსოვდეს და თან რას გაძლევს, ანუ ჩვენ თუ რამეს გაძლევს ის იმპულსის ნიშნის სახით, ან რაღაცა მეთოდით აუცილებლად მოვა შენ ცხოვრებაში რომ თავი შეგახსენოს. ბიოგრაფიულ კვლევაში საერთოდ მე ვკითხულობ კონკრეტულ ასაკს, იმ ასაკში რაღაც თარიღებს, რომლის პარალელითაც, ანუ რამდენიმეჯერ გავდივართ ამ სპეციალურ თარიღს, ანუ მოვლენას, სადაც ამოსული სურათები, ანუ შენ ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები, მე როგორც სურათხატი ესე აღწერო და დავაკვირდე, მაძლევს მოკლედ ინფორმაციას და მე შენ გიზიარებ, რა მიგანიშნეს ზენა სამყაროდან შენმა დამხმარე მასწავლებლებმა თუ შენმა თავმაც ამ სამყარო გეხმარება, მოკლედ მარჯვნივ გაასწორე, ამისთვის ხარ მოსული, ამისთვის და თუ შენ ვერ გააცნობიერებ ამას მოკლედ დიდი კრიზისები და დარტყმებს რომ თავი დავანებოთ, შეიძლება უბრალოდ ბედისწერით კი ქონდა გადაწყვეტილი რომ რაღაცა საკამდე გეცხოვრა, მაგრამ უფრო ადრე გახვიდე, ეს გასვლა არ არის დასჯა, ეს არის რომ მე სანამ სულ დავივიწყე ის რისთვისაც მოვედი და საერთოდ გადაუხვიე მარცხნივ, მოდი გავიდე, ხო, მოდი გასვლა იყოს, ანუ ეს არ არის ოღონდ ერთადერთი მიზეზი, იქ ბევრ თემებზეა საერთოდ საუბარი, როდესაც ვინმე მკითხავს რომ რაღაც შემიძლია რომ ბედისწერა შევცვალო. ბედისწერის შეცვლაზე სამ შემოვიდოდი სოფოსზე საუბრებოდი, ჩარლი ჩაპლინზე გავაკეთე მოკლედ ერთ-ერთი შრომა, მის ბიოგრაფია გავიარეთ და მთელი ბიოგრაფია მეტყველებდა იმაზე, რომ სადღაც 41-42 წლის ასაკში ფაქტიურად უნდა დასრულებულიყო მისი სიცოცხლე. ამაზე სასაცილო ის 21 წლის ასაკში მკითხავ მას კი უთხრა, რომ აი გეყოლება ერთი შვილი და იქ მთავრდებოდა მართლა ამ ასაკში ერთი შვილი ყავს. ბევრი ქალი იყო მის ცხოვრებაში და ხდება ისე, რომ მოსაკლავად მიდიან და რაღაც ბედისწერა გადაარჩენს, ოღონდ თავარი რაღაც ხდება, იმხელა მისიას ასრულებს, ანუ შინაგანი პროცესის ისეთი რაღაც მოხდება, ანუ გარდა იმისა, რომ ხელოვნებაში ვინც იყო და რაც იყო ყველამ ვიცით, იქ არის შიდა პროცესებზე საუბარი, რომ ამოყირავდება თითქოს მთელი ბედისწერა და ჩვენ ხედავთ, რომ მე ყავს 12 შვილი, ანუ ბედისწერა გარდაქმნა, ანუ დიდი ნაშრომია რა და შეგვიძლია და რა შინაგან იმაზე არის რა ქვია შინაგან მისიაზე იყო მის პირად შინაგან მისიაზე რომელიც შეასრულა რომელიც გარდაქმნა რომელსაც გაუძლო იმიტომ რომ არ გვინდა ხა ეს ძალიან უნდა მოგიყვებ მთელი ეს ბიოგრაფია ისე გაუგებარებნება რაზე ხო ამაზე ტრენინგიც მქონდა მე ჯგუფთან მაშინ რადგან მაგას შეეხება ბიოგრაფიის კონსულტანტი რომ ხარ თან და თან ეგ თემა გვაინტერესებს როგორ ხდება ეგ კონსულტირება ანუ რას დაეყრდენი როცა ჩარლის იკვლევდი რას დააკვირდი როგორ დაასკვენი რა ინსტრუმენტები გაქვს რა იარაღები გაქვს რა ხედვებიდან იყურები თუნდაც შტაინერი როგორ გეხმარება ამაში აჰა, მოდი გამარტებას გავაკეთებ, საერთოდ რა არის ეს ბიოგრაფიის კონსულტაცია რა და ვინ არიან ბიოგრაფიის კონსულტანტები და მოკლე წინადადებით ავწერე, ესე იგი ექიმი თუ არის ის, ვინც აკვირდება ბიოლოგიურ სხეულს და მის განკურნებას სიმპტომების მიხედვით და კონკრეტული კანონზომიერებების მიხედვით ახდენს ფსიქოლოგი თუ არის ის, ვინც აკვირდება ჩვენს ემოციურ მდგომარეობას და ბავშვობაში გადატანილ ტრაუმებს და ასოციაციებითა და შედარებებით ქვეცნობიერამდე ცდილობს მისვლას და ჩვენს მოკლედ გათავისუფლებას ტკივილებისგან
გველაპარაკება მე მგონი იცით რა ქვია. საერთოდ რეინკარნაცია გველაპარაკება. ბიოგრაფიის კონსულტანტი ამ ორივე პროცესსაც აკვირდება შენთან სესიაზე. სესია ხდება როგორც ფსიქოლოგის კაბინეტში ერთ-ერთში საუბარს, ანუ აკვირდება ორივე პროცესს და გარდა ამისა ზემოდან ახდენს დაკვირვება შენ რა გაკვეთილები გაიარე როგორც სულმა ცხოვრებისეულად. მაგალითად, ბევრი ფსიქოლოგი დღეს საუბრობს ისე როგორც მედიკოსებიც ეთანხმებიან, რომ სხეულის კონკრეტული ორგანო თუ გვაწუხებს, ჩვენ შეიძლება ამით ამოვხსნათ, რა ტრავმამ გამოიწვია ეს, ან ფსიქიკაში რა ხდება ჩემი ცხოვრების კი ბატონო, ფსიქოსომატური. ახლა კითხვა და აქ დასრულდება, იმიტომ რომ ისინი ვერ სვამენ და არ სვამენ კითხვას, იმიტომ რომ არ არის მათი პროფესია, მე რაში მჭირდებოდა, რა გაკვეთილი გავიარე კითხვა ძველ დროში რომ დაგვესვა, იტყოდნენ რომ მგონი არა ხარ ჯანმრთელად, ხო ნახე ხა რა ხდება. კი ბატონო, დავუშვათ მე მტკივა ხელი, მაქვს რაღაც ნერვის ანთება, მაგრამ აი იმ შემთხვევაში რა ხდება თუ მე ავარიაში მოვყევი და ამან გამოიწვია ხელის ტკივილი, ანუ არა ჩემმა ემოციურმა, არამედ გარედან მოსულმა ბედისწერულმა შემთხვევა. ესეც გვესაუბრება, რატომ გადამხდა ეს მე და რატომ ხელი ამის მერე. ისე როგორც ნებისმიერი ორგანო თუ ფსიქოსომატურად განვიხილავთ. რა იყო ჩემ ცხოვრებაში მანამდე და ბიოგრაფია ზუსტად ამ ფაზლს აწყობს. რა მოდიოდა ბედისგან, ან რა ხდებოდა ჩემგან პირიქით გარეთ, რა შემოდინება. ამ მომენტის შემდეგ რა შეიცვალა, ანუ ამ ხრივ დაკვირვება. ბავშვობაში გადაგხდა რაღაც ტრავმა, რომელმაც გასაგებია, რომ აგერ ღრმა შემოდგომის, ანუ 30+ ასაკის ეგზისტენციალური კრიზისის პერიოდში იჩინა თავი და თურმე ის მუშაობს შენ ამ კრიზისში. ამუშავებს ფსიქოლოგთან. ერთი ნაწილი, მეორე ნაწყვეტი. იქამდე სანამ ეს მოხდებოდა, რომელ ოჯახშიც დაიბადე, რა ატმოსფეროშიც, ბიოგრაფიულად, რაღაც სურათები იხატება, ხო? მე ეს ტრავმაც რაღაცა ამბავმა მოიტანდა, რომ შენ 21 წლამდე თლიანად გარესამყარო გქმნის, ვერ ახარ პასუხისმგებელი პროცესებზე, ბედისწერულად მოდის. რაზეც შენ დაბადებამდე ცხადია ხელი მოაწერე და შეთანხმდი, რომ ეს გჭირდებოდა როგორც სულს, რო გაგევლო ეს გზა. და აი აქედან აქამდე მე რომელიც ფსიქოლოგთან დაამუშავე, კიდე რაღაც პროცესები მოხდა, რომ ეს ან ამ ფორმით დაგხვდა შენ, ანუ რაღაცის ან მეტამორფოზა მოხდა, ან პირიქით შენ რაღაცა ვერ გაიარე. ასევე ბიოგრაფიაზე ვაკვირდებით, ხო არ ხდება ხშირ შემთხვევაში, რომ ციკლი მეორდება, შეიძლება სხვადასხვა ფორმით მოხდეს შემთხვევა, მაგრამ კითხვაზე პასუხი ან შედეგი მოდიოდეს მსგავსი ერთნაირი ან კონკრეტული პიროვნებების სხვადასხვა სახელის ასაკის გვარის თუნდაც პარტნიორი ხდებოდეს ცხოვრების გზაზე, მაგრამ აღმოვაჩინოთ, რომ რაღაცნაირად ერთნაირ სქემებს გავდივარ, სულ მეორდება. ხო, აქედან გამოსვლა მინდა, ხო? აქ არის საუბარი იმაზე, რა არის შენი მოკლედ მთავარი ამოცანა, რა ამოცანების გავლა არის, რატო ხდება ამას, რაღაცა გაკვეთილს ვერ აბარებ, ხო? გაკვეთილი დასჯათ არ წარმოვიდგინოთ ისევე როგორც კარმა არ არის დასჯა, ყველაფერი ემსახურება განვითარებას, იმიტომ რომ სულიერი ცნობიერებისთვის არ არის, რაც ეგოს თემებისთვის არის, რომ რაღაცა გეტკინა, გეწყინა, დაიტანჯე, მთავარი აქედან შენ რა გაიტანე და რა ისწავლე, ვინ გახდი შენ ამ ყველაფრის მერე. თუ ეგრე რო ავიღოთ ვაჟა-ფშაველას ცხოვრება. ესეთი მძიმე იყო, მაგრამ რომ არ გაელო ის გაჭირვება, ის პროცესები, თუნდაც დაუფასებლობა საზოგადოებისგან, სამსახურიც დანაც კი გაათავისუფლეს. ხო რაღაცა შენო ვერ შრომავდი და მოკლედ მეუღლეც მე მეორე მეუღლეც კითხავდა, რომ ფული შემოიტანე, რა დროს წერა არის და მე დუქანი დაუტოვა პაპამ და ეს ამუშავეო და რას ქვია ბიზნესზე უარი იქნება, მაშინ ვის უნდა ეწერა, ხო? ვერ გაგებული კაცი იყო, მაგრამ მის სულ სხვა მისია ჰქონდა, საერთოდ სხვა მისია, რომ სულ სხვა საუკუნეში მომხდარიყო მისი აღიარება. იქვე თვითონაც ვერ ნახა შეასრულა თუ არა ის თავის გზა, მაგრამ სული მარადარი და არ აინტერესებს ცხოვრების ამ მონაკვეთში შენ რა ქენი იქ მაყოფილი იყავი, არ იყავი მაყოფილი, როგორც ეგო, როგორც აქ მცხოვრები მე, ეს არ არის მისთვის მთავარი. იცი არის საინტერესო, აი ბიოგრაფიის, როგორც ბიოგრაფიის კონსულტანტმა რა ლოგიკაც ახსენე, როგორ ხდება კონსულტირება, ხო?
ანუ რაღაც ჩემს მიერ გაცემულ ინფორმაციაზე ეგ ნათელი იყო და ეგ მიზეზშედეგობრიობა თუ მაძლევს როგორც კონსულტანტ საშუალებას, რომ პროგნოზირებაში დაგეხმარო შენი მომავლის. ანუ ჩემთან თუ მოდიან ბიოგრაფიის კონსულტაციაზე არა მხოლოდ გასაანალიზებლად რა გზა გამოაერეს და დღეს სად არიან და რა რატო გადახტათ და მეტი მადლიერება რომ მიიღონ მოკლედ თავისი ყოფისგან და თავის ცხოვრებისგან და მეტი პატიება შეძლონ რაც მთავარია აღონ გულწრფელი რომ გაცნობიერების გარეშე არ ხდება ამავე დროს თუ ხდება რომ მე დავინახო საით მივდივარ და რა მელოდება ეს კითხვაა ხო? ხო ანუ როგორ ფორმირდება იმიტომ რომ რაღაცა ქმედებები ხო განაპირობებს იმის დიზაინს რა მომავალი შენდება ხო ანუ მაგის ასაც ვხედავ, მაგრამ მხოლოდ ჩემივე ასე ვთქვათ, გამოცდილებების გაზიარებით, просто ან მიზეზშედეგობრიობით ვხედავ ამ ყველაფერს თუ როგორ მეხმარები. გეტყვით. ნახე ხე როგორ ხდება. რა თქმა უნდა, წინასწარმეტყველი რომც ვიყო, რომ დავინახო მომავალში შენ შეიძლება იქამდე იმდენი რამე შეცვალო, რომ ის მაინც არ მოხდეს, ასე რომ ეგ პროცესი მარჩილობის არ არის. მაგრამ არის თუ არა შესაძლებელი რომ დაინახო საით მიდიხარ, რა ვერსიები მოდის შენ ცხოვრებაში კი და გეტყვი რატო. ნახე, რო ავიღოთ მაგალითად დაკვირვება მცენარეზე, რომელიც ეხლა არის სანამ კვირტი გამოუვა ზრდის პროცესში ჯერ და წარმოვიდგინოთ, რომ თესლი, რომელიც ოდესღაც ჩაიდოდა მცენარეს მიწის ზედაპირზე საერთოდ არ ჩანდა, პოტენციალს იმისა, რომ მივიღებდით გაფურჩქნულ ვარდს, ან ვაშლს მოისხამდა ეს კონკრეტული ხე, უკვე არსებობდა. მე თუ დაკვირვებას ვიწყებ, გინდა თესლის შემეცნებით, ანუ შენი ასაკი რო წარმოვიდგინოთ თესლის ვარიანტში. გინდა შუა პროცესში, როდესაც ჯერ გაფოთლას იწყებ. მე იმ პოტენციალს ეს რა ჯიშია, საით მიდის ვაშლის გამოსხმა, რა თქმა უნდა, უკვე ვხედავ, რადგან ამ პროცესში, ამ კანონზომიერებით რო ამას მე მოყვება ეს და ესე გრძელდება. ეს ცოდნა მოდის ანთროპოსოფიიდან, ცოცხალი პროცესი, ფენომენი შენ თვითონ მაძლევ მე ინფორმაციას რომ დავინახო შენი განვლილი გზიდან და იმ კანონზომიერების გათვალისწინებით მომავალში რა ციკლები მოდის ზოგადად ცხოვრებისეულად და შენ რა არეკლები გქონდა. ანუ თუ იქიდან იქ ეს აირეკლა, ანუ იმიტომ აქ არის ცხრილები, არეკვლის ცხრილები და მეტამორფოზის ცხრილებიც, მაგალითად პირველი შვიდწლედი უნდა შევადარო მეოთხეს და არა სხვას. ის იმას თემებად, ასევე ჩაკრების თემები არის კიდე, რომელიც კონკრეტულ ცხრილებში უნდა დავიწყო დაკვირვება, მაგალითად მე მაგ ცხრილი, მაგრამ დაკვირვებას ვახდენ აქ ახლა და შენ მოწოდებული ინფორმაციით. და მე ვხედავ ფენომენს, მე ვხედავ რა ვაშლია თუ მსხალი მომავალში თუ ყურძენი ეს რომელიც ისკენა, მაგრამ რა თქმა უნდა შეიძლება შუაში ვიღაცა მოჭრას ის მცენარე ან გახმეს ან ზეარმოვიდეს და არ მოხდეს. ამიტომ მარჩიელობისგან თავს ვიკავებ, გაჩვენებ შესაძლებლობებს, გზას განახებ რა იყო, რა რას უკავშირდება თვითონ შენივე გაცნობიერება იმისა თუ რა კონკრეტულად შენთან რა რეკულები ხდება, რა მოდის ბედისწერისგან, რა კარმით ხარ მოსული. მისის რაღაცა თემებიც იკვეთება, ცხადია, გარემისია, შიდამისი, ანუ გრასაძლევ გარე სამყაროში ზოგისთვის მხოლოდ ვიწრო ოჯახია, ზოგისთვის მთელი ქვეყანა, საერთოდ მსოფლიო, ხო? ესენის ბიოგრაფიის თემა და შიდა არის პიროვნულად რა გაქვს, ანუ ხასიათის კუთხით გადასამუშავებელი, შენ მოტანილი, ხო? ასე შემდეგ. ამაზე მიდის საუბარი, ამის გაცნობიერება ხდება, მაგრამ ერთმა კლიენტმა პირველად რომ დამირეკა, ერთ-ერთმა მოკლედ მკითხა რომ ძალიან დამაინტერესო თვითონ სახელი მომეწონაო და მეთქარი არ გეგონოს რომ შენ ბიოგრაფიას როგორც ისტორიკოსი ან ჟანრდაუწერელი დავწერ მეთქი სხვა პროცესია აქ არის ლაპარაკი შენ მენტალურ, ფსიქოლოგიურ და სულიერ დონეზე რომ მოვახდინოთ გაცნობიერება დაკვირვება ერთად მეთქი და არაო მაგას მივხვდიო მაგრამ აი უფრო მინდაო და მე მივხვდი რა ტემპერამენტის იყო და რატო ჩქარობდა რომ ისმე თქვა საით მიმყავს რას მივიღებო პასუხი გავიცი ძალიან მოკლე გონა რომ ახლა აი ვეტყოდი რომ აი მიიღებ რომ მე შენ რაღაც ამას მოაგვარების გეკნება რაღაცა პასუხი ვთხარ ძალიან მოკლე რომ რისთვისაც შენ ცნობიერება მზად იქნება მეთქი ვერ გაიგო მაშინ რა უთხარი მაგრამ
კარგიო და დამთანხმდა. მე თვითონაც ეცინებოდა, იმიტომ რომ ისეთი ზრდა მოხდა მთელ ამ პროცესში. იმდენი ჯერჯერობით ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა, როცა დავიწყეთ მუშაობა. ესეც კი დაემორჩილა, მანამდე არ ემორჩილებოდა მედიკამენტებს, იმიტომ რომ შენ როცა აქაც ცნობიერება, რატო გემართება ეხა ცხოვრების ამ ეტაპზე, მედიკამენტი უბრალოდ არ რეაგირებდა სხეული, იმიტომ რომ არ გადიოდა იმის გაცნობიერებას, ეს რატო ხდებოდა მისული. პასუხი მაქვს თერაპევტის და ვიცი რა ხდება დასკვნა, მაგრამ მე რატო დამჭირდა ხა ამას აქ ხა ამან დამსვა სახლში ვერ ვაკეთებდა იმას რა მქონია თურმე გადასამუშავებელი რა ეს თავი მქონია დასაკეთე ეს თავი მქონია ამოხეული იყო ხა სამეცადი მქონია საშემოდგო აუ ციკო ერთ რაღაცას გითხავ რა მანამ სანამ შენი კარიერა იყო ჟურნალისტი მოკლედ მაინტერესებს თავიდანვე თუ იყო ნიშნები იმის რომ აქეთ მიდიოდი რაღაც აი ამ სულიერებისკენ უნდა გეღო გეზი თუ უბრალოდ ერთ დღეს მოხდა ეს გარდატეხა. იცი რა, ჩემ შემთხვევაში მე უბრალოდ არ ვაკვირდებოდი, მაგრამ ბიოგრაფიის დამუშავების მერე თელერიგი სურათები მოვიდა, რომ ეს არ ამცდებოდა, აქეთ მოდიოდა ყველა გზა, მაგრამ პროცესში რა თქმა უნდა ვერ ვხედავდი. პროცესში ვერაფერს ვერ ვხედავდი. ისე რომ შევადაროთ რა იყო და იქაც იყო ის, რომ ადამიანებთან ესე საუბარი მიწევდა ერთ-ერთზე ან ჯგუფურად ეს ფორმა თითქოს ახლა აქეთ მეტამორფოზირდა. ბოლოს საერთოდ დოკუმენტურ ფილმებს ვაკეთებდი, ისტორიები ერქვა, ახლა ბიოგრაფია, ანუ ისტორიაშიც რაღაც ისტორიას სწავლე, მაგრამ გარდა ამისა იყო კიდე ცოტა უცნაური ვიყავი ყოველთვის რაღაცა, ანუ ზოგი ბავშვობაში გუდიანს მეძახდა, ბავშვებმა როგორც იციან, სიზმარას მეძახდა, ჩემი მოძღვარი ლელაკაკულია ხუმრობით. და ბევრი თემა იყო. ზოგი მეუბნებოდა მედიუმობა გაქვს მომავალში, იმიტომ რომ რაღაც ინფორმაციების შეტანა, რაღაცა ინტუიციური თემები მაქვს, არ მეყვარს ამაზე საუბარი. რომ საუბრობ, მე რაღაც პროცესით სიძვრება და არ მინდა ეს ან ესეთია, მაგრამ იყო მაგ მხრივაც, რომ შიგნიდან სხვა გზაა, შენი სხვა გზა. მე იყო თემა თვითონ ის, რომ ადამიანები ვისთანაც სასწავლებლად მე მოვხდი, იმიტომ რომ ეს არის საქართველოში საერთაშორისო ბიოგრაფთა კავშირის მიერ დაფუძნებული კურსი, რომელიც აკრედიტებული არის შვეიცარიაში, დორნახში, შტაინერის მიერ დაარსებულ უნივერსიტეტში, სადაც ჩამოვიდნენ კიდეც ლექტორები და ჩვენს ჩასულებები ვიყავით, მოკლედ ნახევრად შვეიცარიისგან ჩამოსული ლექტორები, ან საზღვარგარეთ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ლექტორები მასწავლდნენ, ზოგიერთი აქ წარმომადგენელი, თუმცა ესენიც ხა ნახევრად შვეიცარიაში ასწავლიან, დიპლომიც გაიცა საერთაშორისო ლიცენზიით და აი ამ ხალხთან მე აღმოვაჩინე, რომ 21 წლისას მქონდა ურთიერთობა გავწყვიტე და მე როგორც ამოსელ პირველში ამ მთელი ეს დრამა ციკლი უნდა მომევლო, რომ ისევ მათთან მივსულიყავი. და ეგეც არ ეკულა თარიღის დაემთხვა თარიღს. კონსულტირება, ხო? ბიოგრაფია. სხვასთან გავიარე, ანუ შენ თავს ესე მაინც ახლა კი, მაგრამ ვიცი რა არის, მე ვფიქრობ, რომ ყველა ფსიქოლოგს თავის ფსიქოლოგი სჭირდება, ყველა ბიოგრაფიის კონსულტანტს თავის ბიოგრაფიის კონსულტანტი, ყველა მღვდელს თავისი მღვდელი. ამიტომ ახსარებელიც სხვისი უნდა იყოს. თუმცა როგორც შეუძლია ფსიქოლოგს თავი დაემშვიდოს, ისე ბიოგრაფიის კონსულტანტს შეუძლია ახალ შემეცნებაში რომ შემოაჯერ პირველი რა თქმა უნდა ჩემ თავზე ვიკვლევ ხოლმე, რამე ახალს რო ამოვიკითხავ ან დავაკვირდები ან აღმოვაჩენ რომ აბა ჩემ ბიოგრაფიაში როგორი რეკლება მუშაობს თუ არა, როგორ ჩანს და მე უკვე კლიენტთან ვიწყებ ამ თემის დამუშავებას, რომ აბა შენ ყველა არჩევს ახალი ციგნი, ესე უყურებ ყველა ადამიანს, მადლობა რომ ვაიმე რა ყოფილი, ამით გავდივარ თავიდან აღმოჩენაზე თუ რა დიდი ფენომენი შექმნა ღმერთმა და როგორ მართლაც არ კევართ აი ყველაფრის რაც გარშემო არის და ეს აღმოჩენებია ძალიან მაგარი ჩემთვისაც და ყველას ვეუბნები ხოლმე რომ მორჩებით სესნიას, ვაიმე მადლობა და მიყვარდება. რეკომენდაცია როგორია ინდივიდუალური ამართლებს უფრო თუ ჯგუფური? არის მაგალითად რაღაც პრაქტიკები, რომელიც ჯგუფურად უფრო ასე ვთქვათ არის თემები, რომელზეც ჯგუფურად მუშაობ, მაგალითად ტემპერამენტების თემა, ეხლა ვაპირებ ქალების კურსი გავაკეთო, ქალების პოდკასტში დავაანონსებ მას, რომელიც არ იქნება მხოლოდ აი სულიერ კანონზომიერებზე საუბარი, ძალიან პრაქტიკულ თემებზე, სხვა კურსიდან მოტანილს გავაერთიანებ. და არის კიდე რაღაცა ლექცია თემები, რომელზეც ჯგუფებთან მირჩევნია მუშაობა, აი განსაკუთრებით ტემპერამენტებზე, მაგრამ ბიოგრაფიის კონსულტაცია ჩავთვალოთ, რო არის რაღაცა ჩემთვის ახსარების დონის შეხვედრა, რომელზეც მე
არ ვსაუბრობ ჩემ თავის გარდა არსად და ეს არის ჩემ პასუხისგებლობა, ჩემი სულის გაკვეთილები, ამას თუ ვერ გაუძლებ, მორჩა მე აღარ ვარსებობ, ანუ ესეთი ახლა მაქვს, ამიტომ ამაზე ხა სხვასთან ერთად წარმოუდგენელია, კი რასაც ვაკონტროლებ, რომ ირგვლივ სხვა ოთახში ვინმე მიკროფონი ხორასადვე ესმის ან ვინ უფრო ჩაიარა რამე ხო, იმიტომ რომ ისეთი პროცესი არის, რომ თვითონ ადამიანიც გრძნობს, რომ ნარტო საუბარი არ არის, აი ჩემი და შენი მე ერთად შედიან პროცესში. რამდენად ახერხებს ხა ძალიან ბევრი მიდგომა არსებობს, ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს და ფაქტურად ყველა ერთს ემსახურება, რომ ადამიანმა გახსნას თავის სიმართლე დაინახოს, თავის ნამდვილი სახე გაუსწოროს თვალი, თუნდაც ეს არ იყოს სასიამოვნო, რომ ამის მერე იწყება ხო რეალური დაბადება და ავთენტურობის გაზრდა და საკუთარ თავთან დაახლოება. და აი თუნდაც ნათალური რუკაც კი არაჩვეულებრივი საშუალება არის იმისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ასტროლოგიის პროდუქტი არის, რომ ძალიან ბევრი რამე გაიგოს ადამიანმა თავის თავზე რა, მაგრამ მე სულ მეფიქრება ხოლმე, რომ აი იმდენად დიდი არის იმპროვიზირების რისკი, რომ მაგ პროცესში მე როგორც ხედავ ჩემს მე როგორც მინდა რომ ხედავდე შენ თუნდაც მე ანუ სადამდე რითი ჩადიხარ იმ სიღრმეზე რომ იმ სინამდვილების მოყოლა წავიდეს რაც იმ ბიოგრაფიული კონსულტირებისთვის ფასეული და ღირებული ინფორმაცია იქნება. ნახე ნეტალური რუკა ახსენე გვაძლევს ბევრი ინფორმაციას, ოღონ გვაძლევს რა დონეზე როგორი განლაგება იყო ჩემი დაბადების მომენტში, ანუ კონსტელაცია, ამაზე ასობრ სულ ვერ მივყვებით ამ კონსტელაციებს, ხო იქ იყო რა მოცემულობებით, ანუ რა პოტენციალებით მოვედი გარესამყარო, რაში მეხმარება, რაში ვარ ძლიერი, როგორი რაღაცები შეიძლება მე შემემთხვეს, მე მოკლედ მომავალში რეები მოხდება, ეს მე აი ამაზე შევწყვეტდი უკვე ნათალურ რუკასთან საუბარს, ანუ იქ ვასრულებ, როცა ვგებულობ. ეს უკვე შეუძლებელი არის, მე რა გადავამუშავე და ბიოგრაფია რატო არის, დავუშვათ უფრო სანდო ბიოგრაფიაზე მუშაობა. მე იმას კი არ მივყვები, დავუშვათ პირველი კონსტელაცია რა იყო, ის ასოციაციურად რას უნდა უკავშირო, აი შენ ეხლა ამ წუთას რასაც აღმიწერ. რასაც ყვები, ანუ სურათს აღმიწერ, მაგალითად აქეთ ზისოფო, აქეთ ხატია, მე ამას ვხატავ როგორც ნახატს და ეს ნახატი გვესაუბრება ერთად მე და შენ. მე არ შემოვდივარ შენთან ჩემი დასკვნებით, მე შენ ცხოვრების აღწერით შენთან ერთად ზოგჯერ მართლა ნახატს ვხატავთ ხოლმე კი იმ ეპიზოდის ნახატს, იმიტომ რომ მართლა ვუყურებთ და ის გვესაუბრება, ოღონდ იქ ყველაფერი ფერიც კი უნდა გადმოვიტანოთ, ანუ ასოციაციურად და ეს ჩემთვის ყვითელს ნიშნავს კი არა. ისე როგორც აღწერისაც, როცა სიტყვიერად გიღწერ ეს რას უკავშირდება, ჩემთვის ნიშნავს არ გესაუბრები. მე გეუბნები, რომ აი ეს კანონზომიერება ამას აქ დააკვირდი არის თუ არა. აი მოდი ეხაც ვთქვათ, აი მაგალითად რა კანონზომიერებებზეა საუბარი. ანუ არის თუ არა მაგალითად 7-დან 14 წლამდე ასაკი, როდესაც მთელი ეს ეთერული სხეული ადის უკვე სხეული აშენებული აქვს უკვე გონების განვითარებაზე და ამ დროს ხდება რომ მე დასწავლის უნარი მე იღვიძებს ჩემში. კითხვებს სვამ უკვე არა ისე როგორც იქამდე, ანუ ავტორიტეტი მშობელი, მასწავლებელი ასაც მე მეტყოდა ესე ღიად კი არ ვხდები სამყაროს. არამედ ჩემი კითხვა მიჩნდება, კრიტიკული და აბსტრაქტული აზროვნება შემოდის. აქ ჯერ სქესის გაცნობიერების ასაკი არის ბოლოსკენ უწევს, ხო? ანუ აქ მთელი კონცენტრაცია მიდის, ვინ იყვნენ მაგ ასაკში ჩემთვის მშობლები, როგორც მეფე დედოფალი. იმიტომ რომ რატო მეფე დედოფალია დავადარებთ. მეფე მანამდე არ იყო პირველ 7 წლებში, იმიტომ რომ ღმერთი იყო პირიქით ჩემთვის მშობელი, ასაც იყო და იყოს ნება მისი, ეგრე იყო და ის თუ დააშავებდა, მაინც მე მეკონა ჩემი თავი დამნაშავებლად დავიმსახურე, რომ არა აქ ჯერ ეს აზროვნება ჩართული, ბავშვი არის გამეორებელი პროცესი ირეკლავს, იმეორებს. ეგრეც უნდა ასწავლო, ხო, რაღაც თუ გინდა გამოასწოროს, კი არ უნდა აუხსნა პირდაპირ აჩვენო, გაიმეოროს და მე უკვე უნდა აუხსნა, იმიტომ რომ მეფის ფუნქცია რა არის, უნდა ახსნას. ბრძანება ჯარს უნდა აუხსნას, საით მიყავს, ისე ის კარგი მეფე არ არის. მოკლედ მასწავლებლებზე სხვა დავალებებია მათ დასმული და მაგ ასაკში 7-დან 14-მდე მე ვსწავლობ ადამიანების ნდობას და როგორც როგორც ჩაიწერება ჩემ აღქმაში ადამიანების მიმართ ნდობა აღმოვაჩენ, რომ საძირკველი ყოველ შემთხვევაში მე ხო მთელი ცხოვრება ბევრ თემას გავდივართ ნდობის ამბავში, მაგრამ მაგ 7 წლებში მომხდარი ჩანაწერები და ერთად ვშიფრობთ რა ჩანაწერები მოხდა შენში. არის საძირკველი, ხოლო შემდეგ 7 წლებში ვსწავლობ მე როგორ ვენდობი ჩემ თავს. 14-დან 21-მდე მე როგორ ვენდე ჩემ თავს კონკრეტული სიტუაციების აღწერით, როგორც სურათ ხატები რო ავწეროთ და განვიხილოთ,
მოზარდი როგორ ენდო რა გამოვიდა ამ სიტუაციაში თავის თავს შემიძლია ამის გაკეთება ჩემი გემოვნება მისაღებია სხვებისთვის მე ვინც მომწონს ოჯახში მიშლიან თუ არა მაგალითად მე რო ლამაზი გოგო ვარ თუ არც ერთ ბიჭს მაგასაკში არ მოვწონ ვარ ხო არ გაჩნდა ზუსტად მაგასაკში რომ მოდი ძმაკაცური გოგო უფრო ვიყო მე მომავალში იმიტომ რომ ვერ მხედავენ და ბიჭებთან მომჯობინო მეგობრობა და არა ის ფლირტზე ვერ მივდიოდა და ეგ იყო ან პირიქით მოკლედ ბევრი ცოდნის თვალსაზრისითაც როგორ იღებდნენ მასწავლებლები ჩემს ცოდნას ვინ იყვნენ მაგასაკში მაგალითად კუმირები ჩემი იდეალები რა გაჩნდა მაგასაკში აღმოვაჩენ რომ მან ზუსტად მაგასაკში ვინც იყო იდეალი იმას რომ დაგახასიათებინებ ხა ამას წინ ტრენინგზე გქონდა უცბად ამოვწერეთ სიტყვები და ვაიმე მე ყველამ ვაიმე მე და ერთი დიჯეი ყავდა ცნობილი და ვაიმე მაგითო გადავწყვიტე მე დიჯეობა და თან ეგ მუსიკა ესეც ის იყო სულ სხვა რამეზე გავიდა ხო ამას შენაც ცნობიერებ მე არა შენ თუ მე რამეს დამიმალავან მომიტყვებ კი შეიძლება მივხვდე და დაგეხმარო რომ გამახდე მაგრამ მე სხვა ფენაზე არის პრობლემა მე განწყობილი მე შენთან რადგან მოხვდი უკვე განწყობილი ვარ უბრალოდ ხო არ მარტო მაგრამ რა თქმა უნდა ჩემი ფსიქ რა თქმა უნდა ანუ ყველაზე ნამდვილი ამბობი ყველაზე მეტად არის დაფარული იმიტომ რომ არ ვიცი მე არა მე შეიძლება დარწმუნებული ვიყო რომ სინამდვილეს გიყვებ მაგრამ ეგ ჩემი ახმა იყო და თქვენი ახო მივხვდი ხო რა კუთხითაც გაინტერესებთ ან დავუშვათ შენ არასწორად მოგაქ ამბობ მე სიმართლეს გიყვები 100%-იან სიმართლეს გიყვები მაგრამ მანიპულაციებს ხვერპლი ვარ ანუ ჩვენმა ტვინმა მომარტყვა იმპროვიზაციის ინტერპრეტაცია ჩემი როგორც მკვლევარის ანუ შენზე დამკვირვებლის ამოცანა არის შენ როგორ გახსოვს ეგ გავარკვიო ანუ შენ განსხვავებას ხედავ შენ როგორ გახსოვს ეგ ფაქტი იმიტომ რომ ალმას ბევრი მხარე შე რომელი რაკურსით უყურებდი ამე როგორც მახსოვს გეტყვის ჩემზე რაღაცას როგორც მახსოვს ის მოგიყვება თვითონ მე მოგიყვება მე რა ინტერპრეტაციას ვაკეთებ კი ზუსტად შენ როგორც გახსოვს რომ ორივეს დავუშვათ დები რომ მოვიდნენ ჩემთან და ორივე ერთი და იგივე მოყვეს და სხვადასხვანაირად ახსოვდეთ მაგალითად ჩემი დედა და დეიდა ტყუპები არიან ერთი და იგივე ამბებს ყოველთვის სხვადასხვანაირად მიყვებიან ეგ მაძლევს მე ორიგინალიზაციაში ანუ ნახე ხო ხო ჩვენთვის ახლა ყველასთვის ცნობილი ფაქტი არის რომ მით უმეტეს ბავშვობის ასაკში ჩვენი აღქმა ყოველთვის არის უფრო გაზვიადებული და ყველა ტრამვა მოდის იქიდან რომ ჩვენს აღქმაში რაღაც ობიექტური სინამდვილე რეალობა ორიგინალი ვერსიაში არ დავინახეთ ისე და რაღაცამ არ შეგვიწყო ხელი რა რომ ისე დაგვენახა როგორც აღვიქვით სხვანაირად. მაგაზე ეგეთი ამბავი. ხო ეგრე ჩაიწერა როგორც აღვიქვით. ხო, ეხლა მანდ რა პასუხი მაქვს. ერთი არის რა მოხდა ფიზიკურ დონეზე. ანუ ფაქტები ისი, ვთქვათ, დაიწყო მიწისძვრა, ის ბავშვები იქ იდგნენ, მე შემეშინდა, მასწებმა ჩამკიდა ხელი. ეს არის მშრალი აღწერა, რაც მოხდა მიწიერ დონეზე. ფაქტი. მეორე ფენა არის ჩვენი ასტრალური დონე. თითოეულში რა ემოცია შეიყვანა ამ ფაქტმა და შენ მიყვები შენი ასტრალური დონიდან, ანუ შენი შინაგანი სამყაროდან. მე რა ხდება? შენ მოკლედ მეზდონეზე ხარ უკვე ჩემთან რომ უკვე დაბრძენდი რაღაც გადმოცემა შეგიძლია, გახსენება შეგიძლია. შენ მე მიყვები ამბავს ისე როგორც ემოციურად მოხდა და კიდე პლუს ფაქტებსაც მიოშველებ, ხო? ჩვენ გავდივართ რაზე? ეს ფაქტი ყველასთვის სხვადასხვანაირად ერთი რეალობა არ არსებობს, იმდენი რეალობა, რამდენიც შეესწრო. ჩვენ გავდივართ შენ სამშვინელში რა დაილექა, რისთვის დაგჭირდა ეს რომ მომხდარიყო და ასე რომ ფიქრობ ეს ემოციები რო გაქვს, რომელმაც ესე მტკივნეულად და ამ კუთხით მიიღო, ეს რას უკავშირდება, რა გვაქვს აქ სამუშაო და ფიზიკურ დონეზე შევხედოთ რომ ფაქტს ვერ შევცვლით ის მართლა მოხდა რომ თვითონ მიწის რა, ანუ ნამდვილია, ყველა გარბოდა გველოდა თუ არა ესენი უკვე არის ინტერპრეტაციების გველოდასი მეგონა მოვკვდებოდით, მეგონა მიმატოვეს, გავდივართ ამაზე და ზემოდან უყურებ, მოკლედ ჩვენ ვაკეთებთ გამოწევას აი სურათისგან, აი როგორც შეგვიძლია რაღაც მომენტებში მივუახლოვდეთ და ვაიმე ერთი ხაზი ყოფილა აქ ორის ნაცვლად შორიდან ორი ჩანდა, ერთი ჩანდა თურმე ორი შტრიხია რაღაცა ფოთლებზე სიტყვაზე. ოღონ ეგეც მაძლევს მე რაღაც ინფორმაციას. ეგ ორი ხაზიც მე რაღაცას მიცვლის, იმიტომ რომ სოფოს 3 და სოფომ 3 და ინა. ასევე შემიძლია გამოვიწიო და მთლიანად აქ ამ სურათში, ამ კინოში რა ხდება. და ეს
ცვლის ბევრ ამას. ანუ მე არ მინახავს ეხლა რომ გაიარეს ეს ბიოგრაფიის კურსი და სულ ადევნებ მათ ცხოვრებას, ძალიან მაინტერესებს, ოღონდ ჩემთან დამოკიდეს აღარ უნდა დამოკიდებული. მე ესე მეგობრულად თუ დამირეკავთ, თორე ესე კიდე კონსულტი არა მეთქი ჩაებით, იმიტომ რომ მეც მქონდა ის რომ დავამთავრე თავიდან რომ მე ყველაფერი ლალისთან გადამემოწმებინა რომ ხო სწორად ვიქცევი, ხო სწორად. ეს არ შეიძლება. არავიზე არავინ აღარ უნდა იყოს ჩამოკიდებული, მაგრამ შორიდან ვადევნებ, იცი რატო ვადევნებ? იმიტომ რომ მეც ხო ეხა ამ სფეროში ვაკვირდები, რომ აქ შედეგი კარგია, თუ ექსპერიმენტი იყო ერთჯერადი და არა ყველასთან იმხელა ცვლილებებია რომ ვუყურებ, აი მართლა რაღაცა ესე მგონია ხანდახან ერთ შვილი ვიღას და ჩემზე უფროსებზე მგონია უკვე რომ ჩემი შვილები არიან თქო, თითქოს რაღაცა რომ გიხარია რომ ვა შეძლო, ეს გამოვიდა, ვა შეცვალა, ვა სხვაგან არის. მოკლედ მე ეგეთი რამის ვჯერა რომ ყველა მივა იქ სადაც ჭირდება, ანუ ხო არის აი მილიონი ტექნიკა არსებობს ჩვენთანაც სტუმრად რამდენი ადამიანი ყოფილა და სულ ფიქრობ რომ აი როგორ უნდა მიაგნოს ყველას ხო ვერ მოივლის ერთი ადამიანი და სინამდვილეში ვისაც რა ჭირდება აუცილებლად იქ მივა. შემთხვევით არ მოვაშენთ, ან ვიღაცას ფსიქოლოგი დაჭირდება, ვიღაცას ბიოგრაფიის კვლევარი და ვიღაცას მედიტაციის მასწავლებელი. ასე გადავწყვეტე მე. ვიღაცას კითხავ. ვიღაცას კითხავი, ჭხიბავი. ხედრე არის ბევრად უფრო ადრე დაწერილი, უბრალოდ გზაჯვარედინზე ვიღაცამ შეიძლება დააგვიანოს და სხვები შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ის თუ ჩაფიქრებული იყო, უბრალოდ გადაიწევს. მაგრამ მაინც შეხვდები, არ არსებობს ჩვენ იმაზე ადრე ვხვდებით ერთმანეთს ჩვენი აზროვნებით აზრთა სამყაროში. ვიდრე ფიზიკურ დონეზე დავინახავთ ერთმანეთს. ასევე არის რაღაცები, რაც საერთოდ დაბადებამდე გადავწყვეტეთ, რომ შევხვდებით, ეს კარმული ამოცანები არის და არ გქონიათ განცდა, რომ აი ახალგაცნობილი ადამიანი და პირდაპირ ქიმია წავიდა, ან აგრესია წავიდა პირდაპირ. ერთი პრეისტორია იყო იქამდე და ეგ იყო სადაც ასტრალოს ხელში. მეცნე. როგორ მეცნე თითქოს ვიცნობდით სულ ერთმანეთს. და ასევე არის რომ არა, აი ძალიან თავისუფლად ვიწყებთ ურთიერთობას თანამშრომლობით. მე შეიძლება აქედა რომ წავიდე, ანუ ამ შეხვედრიდან მახსოვდეს მარტო შენი ან გარეგნობა, რაღაც დეტალები, უფრო ფიზიკურ დონეზე რაც ჩანდა და მაგაზე ვამახვილებდი ყურადღებას. შინაგანად ჯერ არაფერი ის ან კარგი ან ცუდი ემოცია, უბრალოდ რავი, ფაქტად მე ეს არის მოკლედ არა ძველიდან, არამედ უფრო მომავლის თემები ჩვენი. მაგრამ სადაც მიდის პირდაპირ, ანუ მანდაც ძალიან დიდი თემა მთვარის კარმა და მზის კარმის თემა, რომელზეც რაღაც ლექციებზე ყველა ასე ვართ ხოლმე გასასვლელები, როცა ვსაუბრობ, აღმოვაჩინე, რომ ეგ ძალიან მოწონთ ადამიანებს და საინტერესოა მართლა, რომ აღმოვაჩენ რა არის მომავლის თემა, იქვე ხვდები, რომ მაგალითად მე და თქვენ თუ მომავლის კარმით ვართ შეხვედრილები და ჩემი ფიქრობდი თქვენთან მოსვლამდე მომავლის თემა თუ წინა თქო და ანუ შესაძლებელი ინსტრუმენტების მეშვეობით მივხვდი რომ მომავლის და არა ძველი ასევე ხვდები ვიღაცებთან ვისაც ქიშპი ქონდა ან რაღაც დაგიშავეს ან მოკლედ ბრძოლები იყო რომ ეს იყო ძველი და რა შეიძლება ყოფილიყო მდე ამოცანა აღონ მაგას როგორ ხვდები რას სწავლობ მაგ პროცესში რას გაძლევს რა არ გქონდა მაგამდე ანუ გამოდის რომ ჩვენ სარკისებრივ ვირეკლავთ იმას რასაც გავცემდით გარეთ ვხედავთ და მე ხანდახან შემწხვენია რომ მე იცით კაცახან წამოგწდა რაღაცა ნიშნებიო და ესე იგი ნიშნები არსებობს რომ განისაზღვროს რომ მომავლის კარმა თუ წარსულის და იმის გარდა რაც ახლა ზედაპირული დაკვირვებიდან უბრალოდ რამოდენიმე ურთიერთობასაც რო გადავალოს თვალი ძალიან ნათელი არის რომ აი გეცნობა აი მეცნობი თითქოს ახლობელი არის ალბათ ეს უკვე აპრიორი წარსულის კარმა არის და მეორე დავიჭერე რაც თქვი რომ თუ კი დეტალები გამახსოვრდება მარტო ეს უფრო მომავლის იმიტომ რომ რაღაცა ცნობის მომენტი იქ არ კიდევ რა ნიშნებია ანახე თან შვიდეთ გრძნობ ამ შეხვედრის მერე თავს ანუ რა შვიდეთ გრძნობ რა როგორ აი როგორც ვიღაცასთან ვისაც ითანამშრომლებდი ან ეხა გაიცანი და რა ვიცი რიგითი შეხვედრა არის არ მოყვება არანაირი ის თმა როგორ ქონდა რაღაც გაღიზიანება ან ის როგორი ხმა ქონდა რაღაცა ტრიგერი შინაგანად არ განგაკითხინებს რომ ჩვეულებრივად მოდიხარ და თან ნელ-ნელა ეწყობა ეს ურთიერთობა საფეხურ მიდის ნელა-ნელა გინდა ეს იყოს თანამშრომლური გინდა ეს იყოს წყვილში მაგრამ წყვილებში როგორც წესი მაინც ძველი კარმაზეა საუბარი იყო მანდ არის საუბარი ძველი კარმა რომელი ხასიათით მზის თუ მთვარის მეც მაინტერესებს მზე და მთვარე და ლექცია ჩავნიშნოს თუ აქ ლექცია თუ კიდე ვიკითხოთ ვისხდეთ ხვალამდე არ არის პრობლემა
ხო, ზის და მთვარის ორი სიტყვით როგორ თქვა, ხო, თვითონ შინაარსობრივად ქალებზე დაანონსე. იქ ქალების ნავიგაცია ხო დაანონსე და კიდე ერთი ანონსე. ჯერ არ ვიცით როდის იქნება ლეგზამენი შენ დაანონსე. ხო, შეხვედრის კარმა არის ძალიან ღრმა თემა, რომლითაც ბიოგრაფიაშიც გვაქვს ხოლმე ამ ხრივ რა თქმა უნდა დაკვირვებები და მე რეალური მადლიერებები ან უბრალოდ ჩახურვა იმის რომ კიდე აღარ გაგრძელდეს უსასრულოდ, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ამოცან არის რომ ზედ, იმიტომ რომ ზე რა არის, ზე არის ქრისტე და ქრისტე რა არის რო ვთქვათ, ეს არის სადაც შენ გეძლევა ურთიერთობაში თავისუფლება და არავალდებულებები. გინდა დედაშვილობაც იყოს თავისუფლება და არავალდებულებები, სადაც შენ რაღაცა მიჯაჭულობები არ გაქვს და სადაც შენ ხარ ზრდაზე, ანუ ერთმანეთის ზრდაზე ორიენტირებული. ბევრი კიდე შტრიხია, რომლითაც რო ავღწეროთ რა არის მზე ჩემთვის როგორც სიმბოლო, აღმოვაჩენთ რომ ეს არის მომავლის ურთიერთობა და თუ ჩვენ ძველი ურთიერთობის გამოხდებით, მიზანი არის რომ ზის ხასიათი შევიტანოთ. მაგრამ ნიშნები? ნიშნები როგორ უნდა გავიგოთ? ძველი როგორ ცნობ? არა, ხო, ჯერთი უმრავლესი ძველიაო, მაგრამ უბრალოდ ანუ რეზონანსი ექნება, ეხლა მაყურებას და მიყვარს ეგ. ხო, აი ჩემ შემთხვევაში ეს მოხდა. თვარე ძირითადად ნიშნავს მთვარე არის მზის არეგულა, ანუ ძველი, თავისი ნათება კი არა აქვს ძველია. შესაბამისად, ეხლა თუ რამე ხდება ჩვენ, ან ეს ურთიერთობა თუ მოვიდა, ეს არის ესე იგი რაღაცის არეგულა და არა ახალი. ანუ მარტივი პასუხი, ხო? მზე რა არის თავისი სხივი რო აქვს, ანუ მომავალში რაღაც რო უნდა გაანათოს, ეს იგი რომ საომავლო ურთიერთობის. ეხლა როგორ უნდა ვიცნოთ, რომ ჯერჯერობით ინდივიდუალურად აუცილებლად მაინც ინდივიდუალურად არის ყველა შეხვედრა და არა ესე რომ აი სამი ნიშანი და თუ ესეა, მაშინ ის ყოფილა, ხო? ესეთი პასუხები ძალიან ზედაპირული იქნება, მაგრამ აი მაინც კიდე რა, აი ძალიან საერთო ხაზი რო ვთქვათ, ეს არის აი ეს, რომ სადაც აი კიდე ერთხელ ვამბობ, მაქვს მე მაგალითად რომ აღარ მინდა ან აღარ მჭირდება, მაგრამ რაღაც სიტყვა გამომოდის, აი რაღაცის გამო ვარ აქ, აი თითქოს არ ვიცი ყველაფერი უნდა დამესრულებინა, მაგრამ რაღაც არ მასრულებინებს, ან რაღაცა შეხვედრა მოხდა ისე რომ საერთოდ არ გეგმავდი, კარგი ვთქვათ რა, სულ რაღაც ადამიანებს მაინც გონიათ ხოლმე რაღაც ცუდ შემთხვევებზე ბრძოლაზე ან დაშორებულ წყვილებზე უნდა ისაუბრო და კარგი ვთქვათ, აი მომავალში რო შეყვარებულები და ცოლ-ქმარი რო ხდებით, მაგრამ რო დაიწყო ესე რომ არაფრით არ უნდა მისულიყავი იმ ადგილას. სოფომ დაგირეკა რომ ხათი აუცილებლად უნდა წამოხვიდე, იმიტომ რომ მე რაღაც სისტემა ის ყველაფერი არაფრით რო არ უნდა მოხდარიყო, მაგრამ მაინც რომ მოხვდი იმ ადგილას. და კიდე ბევრი ის არის. ჩამონათვალე, მაგრამ მე რო დავიწყო, სულ ვაგრძელებ ხოლმე. არა, ჩვენი დრო სამწუხაროდ ამოიწურა, თუმცა შეგვიძლია ესეთ რამეზე შევთანხმდეთ, რომ ეს დრო არ არსებობს და როგორ ამოიწურა. რაღაცა რაც არსებობს, ის ამოიწურა. მოდი მე თქვენ ორივეს, აი ხა ამ წამს მომევიდა იდეა, დაგპატიჟებთ ასე ხანგრძლივ პროცესზე თქვენი არჩევანი იქნება თუ გენდოებათ, მაგრამ აქვს ტრიპტიხონის სეანსი, რომელიც ერთ სეანსს მოიცავს, იმისთვის რომ ზოგადად აი ანთროპოსოფიული სეანსი რა არის შეიგრძნოთ. ეს არის 3 პანელის შექმნა. ხატავთ ოღონდ არა არტ-თერაპიის სტილში, კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ მთლიანად ფხიზელი ცნობიერი მუშაობა არის ყველა ანთროპოსოფიული მიმართულება. ეს არის თქვენ მოგაქვთ თემა, რა კითხვაც გაქვთ. ოღონდ აი კიდე არა პასუხი არ უნდა მოდიოდეს, რატო მოხდა ან როგორ მოხდა. გინდა ამ წუთას რაც გაინტერესებთ, გინდა წარსულში რაც რომელიმე თემა იყო და ბურუსში დარჩა, ან შინაგანად გნით, ან ტრავმად დარჩა, მძიმეა, ნებისმიერი მოგაქვთ. და რა ხდება? რომ წარმოვედგინოთ, შუაში ჯვარცმის ხატი, ხო? ანუ ჩვენ ვიცით ყველამ ჩვენი ჯვარცმა სად იყო, ანუ რა გვედგინა, ხო, ჩვენ ცხოვრებაში, რა კითხვა გვხსნეს. მაგრამ ჩვენ არ ვიცით ის საიდან დაიწყო, ანუ კონკრეტულად ეს რისი გაგრძელება და ჩვენ არ ვიცით ეს რას ემსახურება მომავალში. ეხლა ნახე. ჩვენ რო ქრისტეს ვახსენებთ, ყველასთან ასოციაციურად მოდის ჯვარცმა პირველი, ნუ მე რა თქმა უნდა შობაც აღდგომაც ყველაფერი, აი ქრისტე და ჯვარცმა, გოლგოთას ტრაგედია, ხო, ის რითიც ის და საერთოდ მსოფლიოს და სამყაროს დაამახსოვრდა. მაგრამ ქრისტე ჯვარცმისთვის ხო არ მოევლინა დედამიწას. აღდგომა რო ეჩვენებინა, ანუ აღდგომა რო ეჩვენებინა სამყაროსთვის და კაცობრიობის, შენ ეს მარად ხარ და იქნები და ეს გელოდება. რა აღდგომა ვერ მოხერხდებოდა ჯვარცმის გარეშე და შესაბამისად იყო რომ იუდაც ცუდი როლის მოთამაშე იუდაც რო არ ყოფილიყო
თავარი ფიგურანტი და არ გაყიდული იყო და ეს პროცესები ან ბიოგრაფიაშიც ეგრეა ჯვარც მაიცი ვინ რა როდი შეასრულა მაგას გაიგებ და შენი აღდგომა შეიძლება ანუ წყალებში აღდგომა ხო შენი თემა რაც გელოდება ეხლა არ იცოდე მაგრამ ტრიპტიხონის სეანსის ბოლოს გებულობ და გებულობ კიდე თავარ ფრაზას რა უნდა დაიწყო უკვე დღეიდან და ეს მოდის ბოლოს არის კითხვარი რომელსაც მე გეკითხები და შენ 4 დონეზე პასუხობ და მე მედიტაციური სიჩუმის წუთია როცა ზოგმა ხილვის სახით ნახა როგორც თვითონ მეუბნებიან მე ხილვა არ მქონია ჩემ ტრიპტიხონზე მაგრამ ზოგმა ფრაზა გაიგო ზოგმა არც ეს იდეა რატო მაგრამ ერთმას ერთად წამოხდა და ახალ პროფესიაში მივდივარო და ესა და ესო მეთქი საიდან მოიტანე სხვა თემა გქონდა მოტანილი всё და წავიდა შენ რო იცოდე მე ასტრალურ სხეულში გთხოვე შენ კერდამ პატიჟი მე უკვე მიწოდა ეგ ყველაზე მეტად ძალიან დიდი მადლობა მოკლედ როგორც ვიწინასწარმეტყველეთ და ვიჩხიბავეთ აქ ნამდვილად ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა ეს სეანსიც დავიწყით უფასოდ გავიჩალიჩეთ მეგობრებო მადლობა ყველას ვინც გვიყურებდით გემშვიდობებით ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს მადლობა ხატიას და სამყაროს იმისთვის რომ მოგხსნა შესაძლებლობა რომ ეს ამბავი თქვენთან მოგვეტანა და თიკასთან სეანსი ვისაც მოგინდებათ ეს ბიოგრაფიის კონსულტირება იქნება თუ ის თემა რომელსაც მე და სოფოს დაგვპირდა ჩვენ დაგვიკავშირდით და ჩვენ დაგაკავშირებთ ჩვენ ვიქნებით შუა მომავალი ეპიზოდი დავასპონსოროთ ეგრე მადლობა სივრცეც სამეც გინდათ კადების ნავიგაციის მნიშვნელობა არ აქვს ურთიერთობაში ხართ თუ არ ხართ პირიქით მოიცა გვაფიქრე ცოტა დაგვაფიქრე ყველგან გვინდა კი რასაც გვიბიძგებს ან მომავლის კარმის ურთიერთობა და აღმოვაჩინეთ ანუ ეხლა რასაბუძველსაც ჩავდებთ ჩვენს ურთიერთობაში ის ლექცია ვინაყრა ის გაყვება მე ამათ რო ისაუბრა მე და ყოფილა დაო იმიტომ რომ დაიგეგ მაგე ნახევარი წელი ცხოვრება 2013 დაგეგმილია 2040-მდე დავიგეგ მადლობა მოკლედ მეგობრებო კიდევ ერთხელ შენ განსაკუთრებული მადლობა და ყოველს გისურვებთ წარმატებას და გვიყვარხართ სივრცეც სამეც დიდი მადლობა შენ მადლობა დაიკო თიკას მართლა დიდი მადლობა ძალიან ვისიამოვნეთ შენთან ურთიერთობის ნახვამდის მომავალ შეხვედრას